სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან დიდია. მისი დაკვირვებადი ზომა, ანუ რასაც ჰაბლის ტელესკოპით ვხედავთ, 94 მილიარდი სინათლის წელიწადია დიამეტრში და იგი უფრო და უფრო სწრაფად ფართოვდება. ჩვენი სამყარო სავსეა გალაქტიკებით, დაახლოებით 100 მილიარდი გალაქტიკა. თითოეული გალაქტიკა კი ვარსკვლავებით. მაგალითად, ჩვენს ირმის ნახტომში 400 მილიარდი ვარსკვლავია. თითოეული ვარსკვლავის გარშემო დაახლოებით 6 პლანეტა ბრუნავს. ანუ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში მინიმუმ 640 მილიარდი პლანეტაა. ამ 640 მილიარდი პლანეტის დაახლოებით 10% თავიანთი ვარსკვლავებიდან დაახლოებით იმ მანძილებით არიან დაშორებულები, რამდენითაც დედამიწა ჩვენი მზიდან. პროპორციულად, ასეთ პლანეტებს კეპლერის მისიით ეძებენ. კეპლერის პლანეტები დედამიწის მსგავსები არიან და მათზე ორგანულ გონიერი სიცოცხლის წარმოშობის ალბათობა მაღალია. ხო და ამით იმის თქმა გვინდა, რომ შანსი იმისა, რომ ირმის ნახტომში მდებარე 60 მილიარდი დედამიწის მაგვარი პლანეტიდან სიცოცხლე და ცივილიზაცია არც ერთზე აღმოცენდა, წარმოუდგენლად დაბალი უნდა იყოს. მაშ თუ ეს ასეა, რატომ ვერ პოულობთ ჩვენს გონიერ ძმებს? ათწლეულების მანძილზე კოსმოსში სხვადასხვაგვარი ტელესკოპებით ყურება მოსმენამ, რატომ არ მოიტანა შედეგი? ამ საჭირ ბოროტო საკითხებზე ფიქრობდა იტალიელი ფიზიკოსი ენრიკო ფერმი თავისი ერთ-ერთი საუზმის დროს. ამ პარადოქსსაც მისი სახელით ვიცნობთ. ფერმის პარადოქსის, ანუ თუ შანსი არაა, რომ სადმე სიცოცხლე არ ჩასახულიყო, რატომ ვერ პოულობთ მას? ამის ამოხსნას ბევრი მეცნიერი თუ მოყვარული თეორეტიკოსი ეცადა. ნეო ძმა, კოზი არ არსებობს. უცხო პლანეტელებს იმიტომ ვერ პოულობთ, რომ სინამდვილეში კომპიუტერულ სიმულაციაში ვარსებობთ და ჩვენი არამიწიერი ბატონები გვიდგენენ წესებს. მათ შორის იმასაც, რამხელა გვეჩვენება სამყარო. პრიო. დიდი შანსია, რომ არამიწიერი ცივილიზაციები ჩვენ მსგავსად კოსმოსში უამრავ სიგნალს უშვებენ და გვეძებენ, მაგრამ ჩვენი კონტაქტი ვერ ხდება, რადგან სხვადასხვა სიხშირეებს ვიყენებთ. ანდა ყველა ლაპარაკობს და არავინ ისმენს. ანუ კოსმოსში რადიო ყაყანია. თავი დაანებე, ჯერ ბავშვია. ფერმის პარადოქსის ამ ამოხსნის მიხედვით, უცხო პლანეტელებმა იციან ჩვენი არსებობის შესახებ, გვიპოვნეს კიდეც, მაგრამ სხვადასხვა ეთიკური თუ მორალური შეზღუდვების გამო არ ერევიან ჩვენს განვითარებაში. უბრალოდ გვაკვირდებიან. რას ვიზავთ? საიწავალთ. უჯიკე თორემ ჯიკებულ იქნები. ამ სცენარის მიხედვით, კოსმოსში დარვინის აღმოჩენილი კანონზომიერებები მოქმედებს. ყველა აგრესიულადაა განწყობილი და მხოლოდ უძლიერესი იმარჯვებს. ეს წესი ყველა ცივილიზაციამ იცის და თუ თვითონ არა აგრესორი, საკუთარი უსაფრთხოების გამო ჩუმაძის კუთხეში ყურადღებას არ იქცევს. აგრესორები კი იმიტომ დუმან, რომ სხვა აგრესორებმა არ იპოვონ და მოულოდნელობის ეფექტი არ დაკარგონ. მანძილები კოსმოსში ძალიან დიდია. უახლოეს ვარსკვლავზე, ალფა კენტავრაზე თუ რადიოსიგნალს გავგზავნით, სინათლის სიჩქარით მოძრავ ამ სიგნალს 4 წელი დასჭირდება მისაღწევად. ასე რომ შეიძლება ჩვენს მიერ გაგზავნილი გამარჯობა ვინმე მიიღო, ვიპასუხა კიდეც, მაგრამ ამ პასუხს ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევია. ადამიანები შავებში. სისულელე იქნებოდა იმის მტკიცება, რომ სიცოცხლის ყველა შესაძლო ფორმა ჩვენ გვგავს. შესაძლოა უცხო პლანეტელები იმდენად განსხვავებული ფორმის არიან, რომ ამ წუთასაც რომ ხედავდეთ ვერ მიხვდებოდეთ ვისთან გვაქვს საქმე. ან პირიქით, შეიძლება იმდენად გვგვანან, რომ ვერ ვარჩევთ დედამიწელებისგან და ისინი ცხოვრობენ ჩვენს გვერდით უდარდელად. შავი ხვრელისა და ვითა ყვალომსა და ვითა გმირსა. უცხო სიცოცხლეს ჩვენ სხვა პლანეტებზე ვეძებთ. თუმცა ვინ გამორიცხა, რომ არამიწიერი ცივილიზაცია იმდენად განვითარებული არაა, რომ სულ არ სჭირდება ერთ ქეციან პლანეტაზე ჯდომა. არსებობს მოსაზრებები, რომ განვითარებულ ცივილიზაციებს არნახული რაოდენობის ენერგია სჭირდებათ. ამიტომაც ასეთი ცივილიზაციები შეიძლება იქ გადასახლებულიყვნენ, სადაც ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია რაიმე ცოცხალის არსებობა. ასეთი ცივილიზაცია თავისუფლად შეიძლება გადაბარგებულიყო შავ ხვრელში, ან მის ახლომახლო. დრონი მეფობენ. უცხო ცივილიზაციას რომც ვეპოვნეთ, ალბათ გაუჭირდებოდა ცოცხალი ორგანიზმების გამოგზავნა ჩვენთან ხელის ჩამოსართმევად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კოსმოსში ყველაფერი ძალიან შორია. და ალბათ ტექნიკური საშუალებებით გვაკვირდებიან, ნანობოტებით, ანუ ბიომექანიკური ჯაშუშებით გვადევნებენ თვალყურს. როგორ ცხოვრობთ, როგორ ჭამთ, საჭირო ოთახში როგორ დავდივართ, გვზვერავენ, ხომ არ ვართ მართვის საშიშები. უცხო პლანეტელი თავი გაბია. ვინც ის იქნებ 1000 წლეულების წინ, რომელიღაც უცხო რასა ეწვია დედამიწას. მოეწონა საქართველოს მთები, ველები და ზღვისპირეთი. დასახლდა იქ და ასე წარმოიშვნენ ადამიანები. ან თავისი გენეტიკური კოდის ანალოგის სახით სიცოცხლე დატოვეს საწყის ფორმაში და გააგრძელეს თავიანთი გრძელი გზა. საით და რატომ, არავინ იცის. გალიაში ბულბულები ზიან.
არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწა ერთგვარი ციხე ზოოპარკია. ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შესაძლებელია ყველა ეს სახეობა აქ დიდმა დეიდებმა და ბიძიებმა მოგვაგროვეს და 1000 ერთხელ ბავშვები დაყავთ ხოლმე ორბიტიდან ჩვენს დასათვალიერებლად. ან დედამიწაზე ციხეა, რომელზეც ცუდი უცხო პლანეტელების გადასახლებითაა ვინმე ბეტელჰეიზელის სტალინი დაკავებული. გადასახლება მისჯილი უცხო პლანეტელები აქ თავიდან ვიბადებით და ვატარებთ მისჯილ ვადას გამოსწორებამდე. მოგეწონა ვიდეო, მაშინ გლიჯე ლაიქს, გაუზიარე ყველას, გამოიწერე არხი და დატოვე კომენტარი. უცხო პლანეტელების მადლი გფარავდეთ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მოწინავე ტექნოლოგიების მქონე არამიწიერი ცივილიზაცია და ირმის ნახტომში სხვა ცივილიზაციებთან კონტაქტს ცდილობთ. სად მოძებნდით პირველ რიგში? ალბათ თქვენთან ახლოს. არა? გალაქტიკის ცენტრი, გადაჭედილი მომაჯადოებელი რეგიონი სუპერმასიურ შავ-ხვრელ მშვილდოსან 100 გარშემო. ირმის ნახტომის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია განმეორებადი რადიოსიგნალების გამოსაგზავნად, რომ იქნებ ისინი ვინმემ დაიჭიროს. ასე ფიქრობს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომი აქშაი სურეში ხელმძღვანელობს. მათ სიგნალების მოძებნის გზას მიაგნეს. პროექტ Break to Listen-ის პროგრამა პერიოდული სპექტრული სიგნალები ეძებს უცნაურად პულსირებად რადიო გამოსხივებას გალაქტიკის ცენტრიდან, რომელიც შეიძლება გონიერ არამიწიერ ცივილიზაციათა შეტყობინებები იყოს. გალაქტიკის ცენტრი ძლიერ მშფოთვარე ადგილია, გადაჭედილია ყველა სახის ვარსკვლავით და მტვრისა და გაზის სქელი ღრუბლებით, რომლებიც იქ არსებულ ობიექტთა უმრავლესობას ბინდავს. გარდა ამისა არსებობს ბუნებრივი ობიექტებიც, რომლებიც განმეორებად რადიოსიგნალებს ასხივებს. თუმცა ცის სხვა რეგიონებთან შედარებით ის საკმაოდ გადატვირთულია. სტატისტიკურად გალაქტიკის ცენტრის ხედვის ხაზში არსებული ვარსკვლავთა იმ დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ სწორედ ის მიმართულება იყოს, სადაც სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ეგზოპლანეტები მდებარეობს. თუკი არამიწიერ ცივილიზაციათა სიგნალის პოვნა გსურს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საძებნელად. თუმცა არსებობს მრავალი გამოწვევა. გალაქტიკის ცენტრიდან მომდინარე სინათლის ბუნებრივ კაკაფონიაში ხელოვნური სიგნალის გამორჩევა ძლიერ რთული ამოცანაა. პერიოდული პულსირებადი სიგნალების საკმაოდ იაფი გზა იქნებოდა ვარსკვლავთშორის სივრცეში საკმაოდ დიდ მანძილზე სიგნალების გასავრცელებლად. პულსირებად სიგნალებს ვიყენებთ დისტანციური რადარების ზონდირებასა თუ საჰაერო ხომალდთა ნავიგაციაში, მაგრამ საკმარისად მოწინავე ტექნოლოგიებით შესაძლებელია მათი მასშტაბის ისე გაზრდა, რომ გაცილებით დიდ მანძილზე გაიგზავნოს. ბლიპსი ეგრეთ წოდებულ სწრაფად კეცვად ალგორითმებს იყენებს, რომელიც ძებნის ძლიერ მგრძნობიარე მეთოდია პერიოდული სიგნალების იდენტიფიცირებისთვის. მაგალითად, წარსულში მეცნიერები მას ვარსკვლავის ერთ-ერთი ტიპის პულსარების საძებნელად იყენებდნენ, რომლებიც სინათლის პერიოდულ პულსებს გამოსცემენ. სურეშმა და მისმა კოლეგებმა ალგორითმს სხვა დავალება მისცეს. სეთის ინსტიტუტის პროექტ Break to Listen ინტერაქტივის ფარგლებში შეგროვებული გალაქტიკის ცენტრის რადიო მონაცემები მათ ბლიპს მოარგეს. მონაცემები 7 და 11 საათის განმავლობაში იყო შეგროვებული ავსტრალიის მარიანგის ტელესკოპისა და გრინბენკის ტელესკოპების მიერ. ბლიპსი გრინბენკის ტელესკოპის მიერ 4,5 საათის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებზე გაუშვეს. მონაცემები 4 და 8 გიგაჰერცის დიაპაზონებს შორის იყო. პროგრამული უზრუნველყოფა მკვლევარებმა პულსარებზე გატესტეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მას ისეთი სიგნალების დაფიქსირება შეუძლია, როგორსაც ისინი ეძებდნენ. ამას გარდა დაავიწროვეს სიხშირის დიაპაზონი იმის 1/10-მდე, რასაც FM რადიოსადგური იკავებს. პულსებს შორის 11-100 წამიან პერიოდულობამდე. მათ პარამეტრებს არც ერთი სიგნალი არ დაემთხვა, მაგრამ ამ მცდელობამ მეთოდის ეფექტიანობა წარმოაჩინა. მკვლევართა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ მას მომავალში ძებნის სხვადასხვა პარამეტრებით გამოიყენებს. პროგრამული უზრუნველყოფა ბლიპსი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, ისევე როგორც ჯგუფის მონაცემთა ბაზები. მკვლევარები ამბობენ, რომ ისინი მიესალმებიან თუკი ვინმე თავადაც ჩაატარებს საკუთარ ანალიზებს. გვაიგნორებენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები
რატომ არ მიიღო დედამიწამ ამ დრომდე რაიმე შეტყობინება არამიწიერი ცივილიზაციებისგან? შესაძლოა იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ეგრეთ წოდებულ galaktikურ ზოოპარკში. ეს გახლავთ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის სცენარი, რომლებიც იკვლევენ კომუნიკაციის გზებს ჰიპოთეტურ გონიერ არამიწიერ ცივილიზაციებთან. განხილვის ძირითადი საგანი იყო დიდი მდუმარება. ანუ რატომ არ გვეკონტაქტებიან უცხო პლანეტელები აქამდე? კონკრეტულად კი კვლევა ძირითადად ეხება ერთ-ერთ შესაძლო ვერსიას, ეგრეთ წოდებულ ზოოპარკის ჰიპოთეზას. ეს მოსაზრება პირველად 1970-იან წლებში წამოაყენეს და მიიჩნევს, რომ დედამიწა უკვე არის galaktikური ზოოპარკის მფლობელთა დაკვირვების ქვეშ, რომლებიც იმდენად განვითარებულნი არიან, რომ განზრახ ნიღბავენ თავს, რათა ადამიანებმა არ დავაფიქსიროთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედამიწა ერთადერთი იყოს ჩვენი galaktikis მილიარდობით პლანეტას შორის, სადაც გონიერი სიცოცხლე განვითარდა. თუმცა თუ კი გონიერი არამიწიერი არსებები სხვაგანაც არიან, სად არიან ისინი და რატომ ვერ ვიპოვეთ ამ დრომდე? ეს თავსატეხი 1950 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა ენრიკო ფერმიმ წამოსწია. მას ფერმის პარადოქსს უწოდებენ და დღემდე გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს მკვლევარებს. ფერმი ვერ მოესწრო ეგზოპლანეტათა მტკიცებულებებს, რომლებიც მისი გარდაცვალებიდან ათეულობით წლების შემდეგ აღმოაჩინეს. 2014 წლიდან ოპერირება დაიწყო NASA-ს კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელმაც 3000-ზე მეტი ეგზოპლანეტა, ანუ სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტა აღმოაჩინა. მიუხედავად ამდენი და უაღრესად ამაღელვებელი ეგზოპლანეტების აღმოჩენისა, არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტს ისეთივე პერსპექტივა აქვს დღეს, როგორიც ათეულობით წლის წინ ენრიკო ფერმის დროს ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც მეცნიერები შეხვედრაზე იკვლევდნენ, არის ის, რომ უცხო პლანეტელებმა კარგად იციან დედამიწის შესახებ და უფრო მეტიც, ისევე გვაკვირდებიან, როგორც ჩვენ ვაკვირდებით ცხოველებს ზოოპარკში. მეთის პრეზიდენტის დუგლას ვაკოჩის განცხადებით, თუ ეს მართლაც ასეა, ადამიანებს მოგვიწევს გავზარდოთ ძალისხმევა, რათა შევქმნათ შეტყობინება, რომელსაც ჩვენი მომვლელები გაიგებენ, რითიც მათ ჩვენ ინტელექტს ვაჩვენებთ. მაგალითად, თუ კი დატყვევებული ზებრა უცბად მარტივი რიცხვების ოდნის უნარს გამოავლენს, ადამიანებს მოუწევთ ხელახლა შეაფასონ მათი მიდგომა ზებრის ცნობიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იძულებული ვიქნებით გავცეთ პასუხი. თუმცა ხომ შეიძლება ჩვენ სულაც არ ვცხოვრობთ galaktikურ ზოოპარკში, მაგრამ არამიწიერმა ცივილიზაციებმა კარგად იციან ჩვენ შესახებ და კარანტინში ვყავართ ჩვენი galaktikური მეზობლებისგან. კვლევარ ჟან-პიერ როსპარის აზრით, შესაძლებელია, რომ არამიწიერი ცივილიზაციები აქტიურად ახდენენ ჩვენს იზოლაციას მათთან კონტაქტისგან, რადგან უცხო პლანეტელებთან ურთიერთობა დედამიწისთვის კულტურულად დამანგრეველი იქნება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისიც, რომ უცხო პლანეტელთაგან ამ დრომდე არაფერი გვესმის, იმიტომ რომ ისინი ჩაჭედილი არიან ზედაპირქვეშა ოკეანეებში, ანდაც უზარმაზარი სუპერ დედამიწის ტიპის უმძლავრეს გრავიტაციაში. არ არის გამორიცხული, რომ მათი მოწინავე ცივილიზაციები უკვე გადაშენდა. საკუთარი თავი გაანადგურეს, რაც ჩვენ ცივილიზაციასაც ემუქრება თუ გავითვალისწინებთ პლანეტის რესურსების დაუდევრად დიდი ოდენობით მოხმარებას. უცხო პლანეტელთა ხმის გასაგებად იქნებ უბრალოდ მოთმინება და მოცდა გვჭირდება. დედამიწა 4,6 მილიარდი წლისაა და არამიწიერ ცივილიზაციათა კვლევა ხომ ჯერ სულ რაღაც 100 წელიწადს ითვლის. NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ხელმძღვანელი თომას ზურბუკენი აცხადებს, რომ დედამიწის მიღმა სავარაუდოდ სიცოცხლე არსებობს. არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა? ვფიქრობ, რომ დიახ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. მარტივი მიზეზი, რის გამოც ასე ვფიქრობ, ისაა, რომ ბუნება სათანადოდ ვერ ვაფასებთ, როცა ეჭუქვეშ ვაყენებთ წყლისა და კომპლექსური მოლეკულების არსებობას დედამიწის მიღმა. თითოეული მათგანის წარმოქმნა იმაზე გაცილებით მარტივია, ვიდრე გვგონია, განუცხადა ზურბუკენმა ინტერვიუში ბოსტონის უნივერსიტეტს. მარტივი ლოგიკაა. კოსმოსი იმდენად დიდია, რომ სადღაც ჩვენს მიღმა აუცილებლად უნდა არსებობდეს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო. თუმცა ფაქტად რჩება, რომ დედამიწის მსგავსი გარემო ღრმა კოსმოსში სიცოცხლის გარანტია არ არის. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბიოქიმიკოსი ნიკ ლეინი ირწმუნება, რომ ამ მოსაზრების სტატისტიკური საფუძველი არ გვაქვს, რადგან ზურბუკენის მსგავსი არგუმენტები წარმოადგენს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მონაცემების ექსტრაპოლაციას. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ზურბუკენის მოსაზრება ჭეშმარიტი, როგორც იგი აღნიშნავს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი პირველ რიგში ვუზრუნველყოფთ იმას, რომ დედამიწაზე სიცოცხლე გაგრძელდეს. არ აქვს მნიშვნელობა რა არის ამ კითხვის პასუხი. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ დედამიწა სიცოცხლის უნარიანი. სხვაგვარად მოქცევა ძალიან საშიშია. ვფიქრობ, რომ სხვა პლანეტათა ტერაფორმირება მოკლე დროში შეუძლებელია. უფრო მეტი დრო და ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ, რათა დედამიწა შევინარჩუნოთ ისეთი, როგორიც არის. სიცოცხლით სავსე და საოცარი. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. აღნიშნა ზურბუკენმა,
როცა მას სხვა პლანეტაზე გადასახლების შესახებ კითხეს. ზურბუკენი აღნიშნავს იმასაც, რომ თუ კი კლიმატის ცვლილებას არ შევებრძოლეთ, ნებისმიერი არამიწიერი კოსმოსის მკვლევარი ცივილიზაცია ჩვენს ნაცვლად დედამიწაზე ალბათ მხოლოდ ნაშთებს გაიპოვის. არამიწიერი ცივილიზაციის აქტიურად ძებნის კვალდაკვალ ხშირია იმედგაცრუება. ხშირად ვპოულობთ მიზეზებსა თუ მტკიცებულებებს, რატომ ვერ მივაგენით მათ და შესაძლოა ვერც ვერასდროს მივაგნოთ უკიდეგანო კოსმოსის სივრცეებში. ახლახან გერმანელმა ასტროფიზიკოსმა წამოაყენა კიდევ ერთი საკმაოდ დამაჯერებელი მიზეზი, რომელიც შესაძლოა ხელს გვიშლიდეს არამიწიერ ცივილიზაციასთან შეხვედრაში. გერმანიის ზონობერგის ობსერვატორიის დამოუკიდებელი მკვლევრის მაიკლ ჰიპკეს განცხადებით, კოსმოსში გასვლასა და კვლევაში არამიწიერ ცივილიზაციას შესაძლოა ხელს უშლიდეს ერთი დიდი დაბრკოლება, თავიანთ მშობლიური პლანეტის გრავიტაციული ძალა. კონკრეტულად კი ამ გრავიტაციისთვის თავის დასაღწევად საკმარისი სიმძლავრის გამწევი ძალის გამომუშავება. ჩნდება კითხვა, თუ კი გასულ საუკუნეში ადამიანებმა წარმატებით გაუშვეს კოსმოსური ხომალდები მთელ ზის სისტემაში, რატომ ვერ უნდა მოახერხონ იგივე მოწინავე არამიწიერმა სიცოცხლის ფორმებმა? ჰიპკეს თქმით, პრობლემა მდგომარეობს პლანეტებში, რომლებსაც ეს ჰიპოთეტური არსებები შეიძლება სამშობლოს უწოდებდნენ. ასტრონომთა და ასტროფიზიკოსთა ვარაუდით, სიცოცხლისათვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი უნდა იყოს სუპერდედამიწის ტიპის პლანეტები. ეს გახლავთ დედამიწაზე გაცილებით მაღალი მასის მქონე კლდოვანი ეგზოპლანეტები. მათ გაცილებით სქელი ატმოსფერო უნდა ჰქონდეთ, რომელიც ზედაპირზე ან მის შიგნით დაიცავს სიცოცხლის ფორმებს. ეს სუპერდედამიწების მხოლოდ ერთ-ერთი ბარიერია, მაგრამ საკმაოდ მძლავრი. მასიურ პლანეტებზე კოსმოსური ფრენები განსაკუთრებით ძვირი იქნება. უთხრა ჰიპკემ Space.com-ს. თავის ახალ კვლევაში ჰიპკემ დაიანგარიშა საწვავის ის ოდენობა, რომელიც არამიწიერ არსებათა კოსმოსურ ხომალდს დასჭირდებოდა სუპერდედამიწებისა და უფრო დიდი პლანეტების გრავიტაციული ძალის დასაძლევად. როგორც გამოთვლები აჩვენებს, თუ კი ისინი ჩვეულებრივი რაკეტის საწვავს იყენებენ, საწვავის რესურსის საოცრად მალე ამოიწურებოდა და უბრალოდ შეუძლებელი გახდებოდა გარკვეული საზღვრის გადალახვა. სუპერდედამიწიდან მთვარის აპოლოს მსგავსი მისიის გასაშვებად გამწევ რაკეტას ზედაპირიდან მოწყვეტისთვის დაახლოებით 400,000 ტონა საწვავი დასჭირდებოდა. როგორც ჰიპკე წერს, ეს დაახლოებით ხეოფსის პირამიდის მასაა, რაც ქიმიური რაკეტებისათვის საკმაოდ რეალური ხელისშემშლელი ფაქტორი უნდა იყოს. ჰიპკეს გათვლების მიხედვით, ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე ქიმიური რაკეტების გაშვება სუპერდედამიწებიდან შესაძლებელი, მაგრამ არაპრაქტიკული იქნება. თუმცა უფრო დიდ და მასიურ უცხო პლანეტაზე საჭირო იქნება ალტერნატიული პროპულსიური რაკეტების სისტემების ძებნა, მაგალითად ბირთვული ენერგიის გამოყენებით. რაც უფრო დიდი და მაღალი მასისაა პლანეტა, იგი აღწევს წერტილს, სადაც ქიმიური საწვავი თითქმის სრულად გამოუსადეგარი ხდება და რაკეტის ყოველი გაშვებისთვის საჭიროა წარმოუდგენლად დიდი ოდენობის საწვავი. ეს კი მნიშვნელოვნად უნდა ამცირებდეს შესაძლო ფრენათა რიცხვს უცხო პლანეტაზე. რა თქმა უნდა, საუბარია არამიწიერ ცივილიზაციაზე და სრულად შესაძლებელია, რომ ისინი აბსოლუტურად განსხვავებულ ისეთ ტექნოლოგიებს იყენებდნენ, რომელთა წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. მაგრამ სანამ ისინი ჩვენი თვალთახედვის არეალში გამოჩნდებიან, ალბათ კიდევ მრავალ მიზეზს ვიპოვით, თუ რატომ არ შევხვედრივართ ჯერ არამიწიერ ცივილიზაციებს. არის თუ არა სამყაროში სხვაგან ცივილიზაციები? იქნებ სადმე ირმის ნახტომშიც. ეს ის კითხვებია, რომლებიც მეცნიერებას ბოლო დროს განსაკუთრებით აწუხებს და დადებითი პასუხი ნამდვილად სიღრმისეულ ცვლილებათა მომტანი იქნება. მე-20 საუკუნეში რადიოტალღების გამოგონებიდან სულ მალე კაცობრიობამ არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ძებნა აქტიურად დაიწყო. მას შემდეგ 10 წლეულების განმავლობაში მცდელობები ხან ძლიერდება, ხანაც იკლებს, მაგრამ ძებნა კაცობრიობას სრულად არასოდეს მიუტოვებია. წარსულში ბევრჯერ დაფიქსირდა გარკვეულწილად აუხსნელი რადიოტალღები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა საიმედო მტკიცებულება. ახლახან დასრულდა ტექნოხელწერების ძიება ირმის ნახტომის ცენტრში, მაგრამ უშედეგოდ. თუ კი არამიწიერ ცივილიზაციას ოდესმე აღმოვაჩენთ ან კონტაქტს დავამყარებთ, ეს ჩვენი სახეობისთვის თითქმის მისტიკური მომენტი იქნება. ხალხი სწრაფად დაიყოფა სხვადასხვა ბანაკად, იდეოლოგიებად,
პირველი საკითხი კი ის იქნება, რა უნდა გავაკეთოთ. ბევრი ჩვენგანი ალბათ ქუჩაშიც გავა და ახლებურად შეხედავს ადამიანებს. თუმცა თუ კაცობრიობა ოდესმე სადმე სიცოცხლეს აღმოაჩენს, ეს ალბათ უფრო ერთუჯრედიანი სიცოცხლე იქნება, აქვე მზის სისტემაში. დიდი ალბათობით ეს რომელიმე პლანეტის, რომელიმე ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირქვეშა ოკეანის ბინადარი ბაქტერიები იქნება. მაგრამ როდესაც ღამის ცას გავცქერით და ვფიქრობთ, ვართ თუ არა მარტონი, უმეტესი ჩვენგანი წარმოიდგენს სიცოცხლის უფრო კომპლექსურ ფორმებს. გვაინტერესებს არის თუ არა სადმე სხვა ტექნოლოგიური ცივილიზაციები, დგანან თუ არა ჩვენაერი გამოწვევების წინაშე და ჩვენაერად აინტერესებთ თუ არა საკუთარი წარმომავლობა და ბედი. თუმცა ამ დრომდე მათი ნიშნები არსად არის და ვერც ახალმა კვლევამ მიაგნო რაიმე მტკიცებულებას. ავსტრალიაში მდებარე მურჩისონის ფართოველიანი ტელესკოპით ეძებს დაბალი სიხშირის რადიოტალღებს. შედეგები ეფუძნება ამ ტელესკოპთა ქსელით 2 ღამის განმავლობაში 7 საათით ჩატარებულ დაკვირვებებს. კვლევის სამიზნე ჩვენი გალაქტიკის ცენტრი იყო, სადაც მოთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი სახელად მშვილდოსანი A. ტექნოხელწერების საძებნელად მკვლევარებმა მიზანში ამოიღეს 154 ეგზოპლანეტური სისტემა. სიცოცხლის ძებნა ბიოხელწერებზეა ფოკუსირებული. ბიოხელწერები არის მაგალითად ისეთი მოლეკულები ან იზოტოპები, რომლებიც სიცოცხლის არსებობაზე მიუთითებს. ტექნოხელწერები უფრო სხვა რამეა. სხვადასხვა მკვლევარი ტექნოხელწერას სხვადასხვაგვარად ხსნის, მაგრამ ფართო გაგებით ტექნოხელწერები არის იმ ეფექტთა მტკიცებულება, რომლებიც მხოლოდ ტექნოხელწერების გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად ისეთ მეგასაინჟირო პროექტებს, როგორიც არის ჰიპოთეტური დაისონის სფერო. შეიძლება რადიაცია ეპარებოდეს და მისი დაფიქსირება შესაძლებელიც იყოს. საკმარისად მოწინავე ცივილიზაციას მათი აგება უნდა შეეძლოს. ან და ვარსკვლავთა ორბიტების ცვლილება. ეს ფენომენები სხვა ტექნოლოგიური ცივილიზაციის არსებობის კარგი მტკიცებულება იქნებოდა. ასევე მტკიცებულება, მაგრამ უფრო ძნელად დასაფიქსირებელი იქნებოდა უფრო მარტივი რამეები, მაგალითად ქლორფთოკარბონები ატმოსფეროში. ზოგიერთი მკვლევარი რადიოტალღებს ტექნოხელწერად არ მიიჩნევს, რადგან ისინი ბუნებრივადაც წარმოიქმნება. თუმცა კოსმოსის ვრცელ რეგიონებში ფართომასშტაბიანი ძებნის თვალსაზრისით რადიოტალღების ძებნა ყველაზე პრაქტიკული რამეა. ტელესკოპ MW8 ჩატარებული ბოლო ძებნა 155 MHz სიხშირეზე იყო მორგებული. რადიოტალღები მაინც საძირკველია გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნისთვის. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი ტექნოლოგიური სახეობის ადრეული მანიშნებელია. დიდი ალბათობით რადიოტალღების წარმოება და დაფიქსირება ყველაზე პირველი იქნება. ასეა ჩვენ შემთხვევაშიც. როგორც კვლევის ავტორები წერენ, დაბალ სიხშირეებში მძლავრი გადაცემებისა და მიმღებების არსებობა, რომელთაგან ორივე რადიოინჟინერიის გარეჟრაჟზე გამოჩნდა, გვაგულიანებს დაბალი სიხშირის რადიოხელწერების ძებნისკენ, რადგან გვთავაზობს იმ ინჟინერული სიგნალების და ინსტრუმენტების მაგალითს, რომელსაც ვეძებთ. ძებნისათვის გალაქტიკის ცენტრი მიზანში წმინდად ძალისხმევის ეკონომიისთვის და შედეგებისთვის ამოიღეს. იქ ბევრი ვარსკვლავია. არ ვიცით სად ვეძებოთ ან რა ვეძებოთ შანსების გასაუმჯობესებლად, რადგან ჯერ არ აღმოგვიჩენია არც ერთი სხვა ტექნოლოგიური ცივილიზაცია. ძებნაში არეალის გაფართოება საზრიანი გადაწყვეტილებაა. გალაქტიკის ცენტრი არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის სამიზნე იმიტომ არის, რომ მისკენ ხედვის ხაზში უფრო მეტი ვარსკვლავი იყრის თავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მიმართულებით. წერენ მკვლევარები. მათივე განცხადებით რამდენიმე მიზეზი არსებობს როგორც ამ სამიზნის სასარგებლოდ, ისე საწინააღმდეგოდ. კარგი მხარეა იქ არსებული ბევრი ვარსკვლავი და შესაბამისად უფრო დიდია ბევრი პლანეტისა და ცივილიზაციის პოტენციალი. თუმცა ბევრი ვარსკვლავი აუცილებლად საუკეთესოს არ ნიშნავს. მკვლევართა განცხადებით გალაქტიკურ ცენტრში ვარსკვლავთა მაღალი სიმჭიდროვე ნიშნავს უფრო დიდ შანსს, რომ იქ არსებული ეგზოპლანეტები დააზიანოს ისეთმა კატაკლიზმურმა მოვლენებმა, როგორიც არის სუპერნოვას აფეთქებები ან მაგნეტართა ანთებები, რასაც პლანეტთა ზედაპირზე არსებული სიცოცხლის განადგურება შეუძლია. ვარსკვლავთა მაღალი სიმჭიდროვის გამო გალაქტიკურ ცენტრში ხშირი უნდა იყოს ვარსკვლავური ჩავლები, ანუ ერთი ვარსკვლავის გავლა მეორის სიახლოვეს. ეს კი ცუდი ამბავია არა მხოლოდ ცივილიზაციისთვის, არამედ არევს პროტოპლანეტურ დისკოებსაც და ხელს შეუშლის პლანეტათა წარმოქმნის პროცესს. მეორე მხრივ გალაქტიკის ცენტრი საძებნელად იმედის მომცემი ადგილია. ამ ფაქტორების მიუხედავად 2011 წელს ჩატარებულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ იმ პლანეტათა უმეტესობა, რომლებიც შეიძლება კომპლექსური სიცოცხლისთვის იყოს ხელსაყრელი,
სიყვარელი galaktikis შიდა ნაწილისკენ უნდა იყოს თავმოყრილი. როდესაც ეს მოდელი გონიერ სიცოცხლეზეც განავრცეს, ალბათობა მაღალი კვლავ galaktikis შიდა ნაწილში აღმოჩნდა. 2021 წელს ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, მიუხედავად მთელი ამ დაბრკოლებებისა, galaktikis ცენტრი საძებნელად მაინც საუკეთესო ადგილია. ხედვის ხაზი galaktikis ცენტრის მიმართულებით გაცილებით მეტ პოტენციურად სასიცოცხლო სისტემას გვთავაზობს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მიმართულება ცაზე, აღნიშნავენ მკვლევარები. თანაც იქ, სადაც ვარსკვლავები ერთმანეთთან ახლო-ახლოს არის, არამიწიერ ცივილიზაციას გავრცელების უფრო მეტი შანსი აქვს. ახალი ძებნა მიმართული იყო 154 ეგზოპლანეტური სისტემისკენ, მაგრამ ასევე მოიცავდა galaktikis ცენტრისა და ამოზნექილობის მიმართულებით არსებულ 3 მილიონზე მეტ ვარსკვლავს. მკვლევართა განცხადებით არ დაფიქსირდა არც ერთი შესაძლო ტექნოხელწერა. და ბოლოს ხელწერების ვერ დაფიქსირება არ ნიშნავს იმას, რომ არანაირი სიგნალი არ არის. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ტექნოლოგიებითა და მეთოდოლოგიით სიგნალები ჯერ ვერ დავაფიქსირეთ. ყოველი ასეთი ძებნა რაღაც ახალს გვეუბნება ძებნის მეთოდის შესახებ და მისი სამომავლოდ გაუმჯობესების შანსს გვაძლევს. ყველაზე კარგი ალბათ მთელი galaktikis მასშტაბით ძებნა იქნებოდა, მაგრამ ამისათვის ჯერ ბევრი შრომაა საჭირო. იქამდე კი ნამდვილად მარტონი ვართ. ჩვენთვის ჯერ არ არსებობს სხვა ტექნოლოგიური ცივილიზაცია. მათი პოვნა ჯერ კიდევ ოცნებად რჩება. დედამიწაზე ერთ-ერთ ამოუცნობ მოვლენას წარმოადგენს ყანებსა თუ მდელოებზე გაჩენილი უცნაური წრეები და ფიგურები. არავინ იცის თუ ვინ აკეთებს ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ფიგურები უამრავ კითხვას ბადებენ. მას ცალკე მეცნიერება, ცერეოლოგია სწავლობს, თუმცა დღემდე ვერავინ ახსნა ამ ნიშნების არსი. ზებუნებრივი ძალებისგან მოდის ისინი, თუ ადამიანის ნამოქმედარია. ალბათ სწორედ აქედან მოდის რწმენა იმისა, რომ ვინც ამ ფიგურების გაშიფრვა შეძლებს, დიდ ძალაუფლებას მოიპოვებს. ისინი კი დღემდე სხვადასხვა ადგილას ჩნდება, თვით თეთრი სახლის წინაც კი. პირველად მსგავსი ფიგურა ფიქსირდება ბრიტანულ ადგილობრივ გაზეთში 1678 წელს. ადგილობრივი ფერმერი შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ჭრიდა ეშმაკი თავისი ხელით მინდორში რაღაცას, რაც შემდგომ გეომეტრიული სიზუსტის ფიგურა აღმოჩნდა. მოკლედ ეს ამბავი ეშმაკს მიაწერეს. ამის შემდეგ მსგავს ფიგურებზე დაკვირვება მე-20 საუკუნის 60-იან წლებში უფრო გაცხოველდა, როცა ავსტრალიაში გამოჩნდა მსგავსი ფიგურები. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მინდორზე დიდი ზომის საჰაერო ხომალდი დაფრინავდა, რამაც შექმნა ეს ფიგურები. შემდგომში ასეთი ფიგურების გამოჩენას უფრო დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ამოუცნობი ფიგურები ინგლისში უაილდშაირის საგრაფოში გაჩნდა. ამ ამბავს გამოეხმაურა მედია. შეიკრიბა უამრავი უფოლოგი. ამოუცნობი ფიგურების შესასწავლად უამრავი ცერეოტოლოგი გამოჩნდა. უამრავმა მეცნიერმა აღიარა, რომ ეს არ იყო ბუნებრივად შექმნილი და არც ადამიანს შეეძლო მსგავსი ფიგურის ამგვარი გეომეტრიული სიზუსტით შექმნა. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ აზრს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა. რამდენიმე მეცნიერმა შექმნა სრულიად მარტივი ხელსაწყოებით ფიგურები. საზოგადოებამ მართლაც აღიარა, რომ ადამიანს ძალუძს მსგავსი რამის გაკეთება, მაგრამ ფაქტია ის, რომ ადამიანის შექმნილ ფიგურაზე დატოვებულია სხვადასხვა ხელსაწყოს კვალი, რაც ამ ფიგურათა 70%-ს არ აღენიშნება. თანაც ბოლო დროს უფრო და უფრო რთული ფიგურები გვხვდება. ალბათ ვიღაცა ცდილობს, რომ მიგვანიშნოს თავის არსებობაზე. ზოგიერთი უფოლოგის აზრით, ამ ფიგურების გაჩენა უცხო პლანეტელებთან არის დაკავშირებული და მათში დედამიწის მკვიდრთათვის გარკვეული ინფორმაცია დევს. რამდენიმე წლის წინ რუსეთში სტავროპოლის მხარეში ყანის პატრონმა აღმოაჩინა, რომ თავთავების საათის ისრის მიმართულებით წრიულად ძირს იყო დაფენილი. შეშინებულმა კაცმა მილიცია გამოიძახა. მოვლენა გახმაურდა და საბოლოოდ ამ უცნაური ფაქტის შესწავლის შედეგად მასში ადამიანის ხელი გამორიცხეს. არც რადიაციის კვალი აღმოჩნდა და არც რაიმე ქიმიური ნივთიერების. გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იმ ადგილას რამდენიმე წამით ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ნახეს. ეს ფაქტი საინფორმაციო საშუალებებმაც გააშუქეს. ერთი ვერსიის მიხედვით მფრინავი ობიექტი იქ ნიადაგიდან სინჯის ასაღებად დაჯდა. თავთავების წრის ცენტრში ცილინდრული ხვრელიც აღმოაჩინეს. ნასკას უდაბნოში აღმოჩენილი ფიგურების მსგავსად ეს ფენომენიც აუხსნელია და მკვლევარები
მკვლევარები დღემდე სწავლობენ. ცენტრალურ ამერიკაში, იქ სადაც მაიას ტომი ბინადრობდა, მე-7 საუკუნეში მინდვრებში გაჩნდა თავთავთა უცნაური წრეები. იგივე შეინიშნებოდა ინკების სამფლობელოშიც. კელტურ ლეგენდებში ნათქვამია, რომ ასეთი ნიშნები 1000 წლეულების ბოლოს დიდი კატაკლიზმების წინ ჩნდება. ადგილობრივი ტომები გულდასმით იხატავდნენ ფიგურებს, რომელთა უმრავლესობა წრის ფორმის იყო. შესაძლოა მათ ფიგურები საიდუმლო გაშიფრეს, მაგრამ ევროპელი დამპყრობელებისთვის მათი გამჟღავნება არ მოისურვეს. ამ წრეებს კუდიანთა წრეები შეარქვეს. ამგვარი ფიგურები ახლაც ჩნდება. ასეთი წრეები 24 ქვეყანაშია შემჩნეული, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წრეების 30% ფალსიფიცირებულია, ანუ ადამიანების ხელითაა გაკეთებული. აღნუსხულია 10,000-მდე გამოსახულება, რომელთა ახსნაც შეუძლებელია. არავინ იცის როგორ და რატომ ლაგდება დაახლოებით 20 წამში თავთავები ისე, რომ თითქმის მიწამდე არიან მოხრილი და არ ტყდებიან. მოღუნული თავთავი ჩვეულებრივად იზრდება და ვითარდება. თავთავები რამდენიმე ფენადაა დაწყობილი, საათის ისრის მიმართულებით და საწინააღმდეგოდ. ასე იქმნება სხვადასხვა ზომის და ფორმის ფიგურათა კომბინაცია. ყველაზე რთული ნახაზი 200-მდე ელემენტისგან შედგება. იმ ადგილებში, სადაც ეს ფიგურები ჩნდება, უცნაური ცვლილებები შეინიშნება. ფიგურებში ფიქსირდება ინფრაწითელი სხივების გამოსხივება, დედამიწის მაგნიტური ველის სტრუქტურის ცვლილება, რადიაციული ფონის სამჯერ ზრდა, არ ფუნქციონირებს ხელსაწყოები, ცხოველები იმ ადგილს გაურბიან. ფოტოგრაფირება და ვიდეოზე გადაღება ძალიან რთულია. მობილური ტელეფონები იქ მწყობრიდან გამოდის. წრეების გაჩენის მიზეზად მიიჩნევდნენ გრიგალს, გრუნტის წყლებს, ელექტრომაგნიტური ველის ცვლილებას, ქარს, ჭიანჭველას, ბოცვერებს, თხუნელებს, უძველეს მიწისქვეშა ნაგებობებს, საიდუმლო იარაღის გამოცდას. სერეოლოგების ენდრიუსის და ლეგადოს აზრით, მინდვრებზე გაჩენილ ფიგურებში დაშიფრულია ნიშნები, რომლების დედამიწელებს ან უმაღლესმა გონმა, ან იმ უცხო ცივილიზაციამ გამოუგზავნა, რომელიც მატერიის სხვა ფორმით არსებობს. წრეები კოდირებული მიმართვა ან გაფრთხილებაა, რათა ადამიანებში სულიერებამ გაიღვიძოს. მარცვლეულის მინდვრები კი ინფორმაციის მოსაწოდებლად იმიტომ გამოიყენეს, რომ წარმოაჩინონ ამ ფიგურების ზებუნებრიობა. ჩინეთის იმპერატორები უძლიერეს სახელმწიფოს მაშინ მართავდნენ, როცა ბრინჯის ყანებში წრეები შეამჩნიეს. შეერთებული შტატების კომპიუტერული ბუმი მას შემდეგ დაიწყო, რაც მინდვრებში მარცვლეულის ფიგურები ნახეს. იაპონიის და სამხრეთ კორეის ეკონომიკური წინსვლაც მათ მინდვრებში წრეების გამოჩენას დაემთხვა. სხვა მოსაზრებაც არსებობს. უფოლოგების ვარაუდით, ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ დელოზე კონცენტრირებული წრეების გამოჩენა კოსმოსის ბინადართა ნახელავია და ისინი სამხედროების მიერ 2000 წელს ნიუ-მექსიკოში ჩამოგდებულ ამოუცნო მფრინავ ობიექტს უკავშირდება. თეთრი სახლის წინ წრეები უკვე მე-6-ად გაჩნდა. ამას ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ ინფორმაცია მაინც გაჟონა. 2001 წელს წრეები დააფიქსირეს ბერლინის ნაციონალურ პარკში. მოსკოვში კრემლის კედელზე ღამით ცეცხლოვანი წარწერა გამოისახა უცნობ ენაზე. არსებობს აზრი, უცხო პლანეტელები ამერიკელებსა და რუსებს ხომ არ აფრთხილებენ, რომ ამოზე ნადირობა შეეშვან. ზოგიერთი მოსაზრებით ჯერ კიდევ 500 წლის წინ მინდორში გამოსახული ფიგურები უბრალო მათემატიკურ ფორმულებსა და ციური სხეულის მოძრაობის სქემებს გამოხატავდა. ახლანდელი კრიპტოგრამები კი ურთულესი შიფრია. მათი იდენტიფიკაციის დროს მნიშვნელოვანია ნახატების ფორმა, ზომა, განლაგება, სიმაღლე, ადგილმდებარეობა. სავარაუდოა, რომ მათში დაშიფრულია ახალი ტექნოლოგიური მასალების ფორმულა, კომპიუტერული ტექნიკა, მსოფლიო მოწყობის წესები, ცოდნის რომელი დარგი იქნება პრიორიტეტული მომდევნო საუკუნეებში და ასე შემდეგ. ცხადია, თუ ვინმე ამ ფიგურებში დამალულ ინფორმაციას გაშიფრავს, ის წარმატებას მიაღწევს. პერუში ნასკას უდაბნოს ზედაპირზე შემორჩენილია გეომეტრიული ფიგურები, სამკუთხედები, სპირალები, ზიგზაგები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები. უდაბნოს ხაზების საიდუმლოს ამოხსნას ბევრი ცდილობდა. ზოგი მას ამოს ასაფრენ-დასაფრენ ზონებად მიიჩნევდა. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ეს ასტრონომიული კალენდარია. მასაჩუსეტის შტატის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ნასკას ხაზების უმრავლესობა წყლის მიწისქვეშა მარაგის მიმანიშნებელია. სწორი ხაზები ქმნიან ჰიდროლოგიურ რუკას. მოსახლეობა წყალს მათი საშუალებით პოულობდა. მეცნიერი დევიდ ჯონსონი დარწმუნებულია, რომ უდაბნოში ხალხი მხოლოდ წვიმის წყლის იმედით ვერ იქნებოდა და წყლის სხვა წყაროს მოიძიებდა. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად მეცნიერები ჰიდროლოგიურ რუკას ადგენენ. თუ ყველაფერი გამართლდა, მაშინ გასაკვირია ნასკას მცხოველებს ეს ცოდნა საიდან ჰქონდათ. სხვა
სამყაროს წარმომადგენელთა სურვილი, თუნდაც ნათესების საშუალებით შეგვატყობინონ თავიანთი არსებობა და მოგვაწოდონ საჭირო ინფორმაცია სავსებით რეალურია. ასეა თუ ისე დღემდე ვერავინ გაშიფრა, საიდან ან რატომ ჩნდება ფიგურები სხვადასხვა ადგილას. და თქვენ რას ფიქრობთ? დაწერეთ თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მართალია არამიწიერი ცივილიზაციები ჯერ არ აღმოგვიჩენია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ. მეტიც, ახალი კვლევის თანახმად ტექნოლოგიურად განვითარებული უცხო პლანეტელები შესაძლოა ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ კვანტურ შეტყობინებებს იყენებდნენ და მათ დედამიწისკენაც აგზავნიდნენ. დღესდღეობით კაცობრიობა ასეთი, მაგრამ ბევრად მცირე მასშტაბიანი კვანტური ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს, რაც მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული. ეს იმიტომ, რომ მსგავსი ქსელი ძალიან სათუთია და მცირე ჩარევისასაც კი ნადგურდება. იმის გასაგებად, თუ როგორ იმუშავებს კვანტური კომუნიკაცია ვარსკვლავთ შორის მანძილებზე, მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენად შეუშლიდა რაიმე ხელს კოსმოსში რენტგენული სხივების მოძრაობას. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კვანტურ ნაწილაკებად ფოტონების გამოყენების შემთხვევაში კომუნიკაცია ასობით 1000 წლის წინ დისტანციაზეა შესაძლებელი. ეს იმითაა განპირობებული, რომ კოსმოსური მატერიის საშუალო სიმკვრივე დედამიწისაზე ბევრად ნაკლებია, რაც კვანტურ შეტყობინებებზე ზემოქმედების რისკს ამცირებს. მასზე გავლენას ვერც გრავიტაცია იქონიებს. შესაბამისად არაა გამორიცხული, რომ არამიწიერი ცივილიზაცია კომუნიკაციის სწორედ ამ გზას მიმართავდეს. რა თქმა უნდა, ეს ერთმხრივ წმინდა სპეკულაციაა, თუმცა შესაძლებლობის ზღვარს არ სცდება. თუ მართლაც ასეა, ამგვარი კვანტური სიგნალები სიცოცხლის ძიებაშიც გამოგვადგება, როგორც პოტენციური ტექნოლოგიური კვალი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეტყობინებების დეკოდირებისთვის სრულად ფუნქციონირებადი კვანტური კომპიუტერია აუცილებელი. ასევე რადგან კვანტურ ინფორმაციას სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მაინც ვერ გაგზავნიან, დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად მას წლები დასჭირდება. მაგრამ თუ დაუშვებთ, რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად შეიძლება მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ერთი გიჟური თეორიით აიხსნება, მაგალითად როგორიცაა სუპერდეტერმინიზმი, კვანტური გადაჯაჭვულობის არსებობა, ანუ იმის დაშვება, რომ რაღაც არსებობს, რაც სინათლეზე უფრო სწრაფია, იმდენად დიდი პრობლემაა, რომ ეს მხოლოდ გიჟური თეორიით თუ აიხსნება, მაგალითად როგორიცაა სუპერდეტერმინიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი გაწერილია ამ ცხოვრებაში, ჩვენ არაფერს ვერაფერს ვცვლით და სცენარს მივყვებით. ასე რომ ამ თეორიის მიხედვით ვერაფერს იზამ ისეც, რაც არ უნდა ქნა, რაც უკვე გაწერილი იყო და ასეა ყველაფერი გაწერილი უკვე 13.8 მილიარდ წელიწადამდე, რაც კი პოსტ დიდი აფეთქების სამყარო არსებობს. სწორედ ამიტომ იცვლება გადაჯაჭვულობის დროს სამყაროში კვანტურ დონეზე ნაწილაკი. თუ მისი მეწყვილე გადაჯაჭვული ნაწილაკი შეიცვალა ამ ნაწილაკებს შორის ძალიან დიდი მანძილის დაშორების მიუხედავად. გამოდის, რომ შენ არაფერს განაგებ ამ ცხოვრებაში. სადაა ადამიანის ნება ან თავისუფლება ამ შემთხვევაში? თუმცა ბევრ ცნობილ მეცნიერს მაინც ჯერა ამ თეორიის. ძირითადად იმიტომ, რომ ამ თეორიაზე დათანხმება გვიწევს სინათლის სიჩქარეზე სწრაფი რაღაც მოვლენის არსებობის შესაძლებლობის ასახსნელად. არადა ეს მოვლენა კვანტური გადაჯაჭვულობა ნამდვილად არსებობს. კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ასპექტი კვანტური გადაჯაჭვულობაა. თუ ერთ ნაწილაკს აკვირდებით ერთ ადგილას, სხვა ნაწილაკი თუნდაც ერთი სინათლის წელიწადით იყოს დაშორებული, მაშინვე შეიცვლის თვისებებს, თითქოს ეს ორი ერთმანეთთან მისტიკური საკომუნიკაციო არხით იყოს დაკავშირებული. ამ ფენომენს აინშტაინმა საზარელი დისტანციუქმედება უწოდა. მას ასეთი ურთიერთქმედების არ სჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თეორიაც ამაზე მიუთითებდა. მეცნიერები ამ ფენომენს პატარა ობიექტებში, ატომებსა და ელექტრონებში აკვირდებოდნენ. ახალ კვლევებში კი მათ გადაჯაჭვულობა იმდენად დიდ ობიექტებში დააფიქსირეს, რომ ერთი მხარის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. დღეს კი უკვე ვიცით, რომ კვანტური გადაჯაჭვულობა ბუნებრივადაც ხდება. ვარსკვლავებსა და ციმციმა კვაზარებს შორის, მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე.
ჯგუფმა Nature Physics-მა პროფესორ იუჯინ პოლზიკის მეთაურობით კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც კვანტურად გადაჯაჭვა ოსცილირებადი სილიკონის ნიტრიდის სისქის მემბრანა და მილიონობით ატომისგან შემდგარი ღრუბელი. წინა ექსპერიმენტების მსგავსად, პოლზიკმა ატომური ღრუბელი მაგნიტურ ველში მოათავსა და გადაჯაჭვულობის შესაქმნელად ღრუბელში გაატარა სინათლე. თუმცა მან ეს ექსპერიმენტი ახლა უფრო დიდ მასშტაბებზე განახორციელა. რაც უფრო დიდია ობიექტების ზომა და რაც უფრო მეტად არიან ისინი ერთმანეთისგან დაშორებულნი, მით უფრო საინტერესო სახეს იღებს ექსპერიმენტი, ამბობს პოლზიკი. თანამედროვე მონაცემებით კი ამ ცდის ჩატარება უკვე ერთმანეთისგან მხოლოდ სრულიად განსხვავებულ ობიექტებზეც შეგვიძლია. იმის გაფიქრებაც კი, რომ კვანტურ გადაჯაჭვულობას შეუძლია სამეცნიერო ფანტასტიკა სინამდვილედ აქციოს, მაგალითად მატერიის გადამცემები ან მოწყობილობები, რომლებიც ინფორმაციას სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადასცემენ, კვლევარებს დიდ мотивაციას აძლევს. თუმცა მაშინაც კი თუ თეორიულად ამ ყველაფრის შექმნა შესაძლებელი გახდება, მათ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო და გასაოცარი აღმოჩენა გვაშორებს. დღესდღეობით არსებული ყველაზე მგრძნობიარე მოწყობილობების გაზომვის სიზუსტე ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპით არის შეზღუდული. კვანტური გადაჯაჭვულობა კი მოხერხებულად არიდებს თავს ამ პრინციპს, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ პოლზიკის გადაჯაჭვული ოსცილირატორის გადიდებული ვერსია გაზრდის ისეთი ხელსაწყოების დაკვირვების სიზუსტეს, როგორებიცაა გრავიტაციული ტალღების დეტექტორი და სხვა მაღალი მგრძნობელობის საზომი მოწყობილობები. ყოველდღიურად უამრავი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. დაწყებული იმით, თუ რა მივირთვათ ვახშმად და დამთავრებული იმით, გავამართლოთ თუ არა მეგობრის არგუმენტი მის ოპონენტებთან, მაშინაც კი, როცა არ ვეთანხმებით. სიტუაცია მარტივია თუ რთული არჩევანის გაკეთება თავის თავში პასუხისმგებლობას მოიაზრებს. ამიტომ ხშირად იმ გადაწყვეტილებებს ვნანობთ, რომლებიც დროის გასვლის მერე არასწორად გვეჩვენება და ვფიქრობთ, რომ სხვანაირად მოქცევა შეგვეძლო. ან ვამაყობთ, რომ რთულ დილემას გავუმკლავდით და შედეგიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამასთან, რაც უფრო მრავალფეროვანია ვარიანტთა სიმრავლე, მით უფრო ნაკლებად გვეპარება ეჭვი თავისუფალ არჩევანში. ასე რომ სამყარო, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას ნაკლებად გვზღუდავს, მინიმუმ სასურველი სამყაროა. მაგრამ თუ თავად ვფიქრობთ, რომ ჩვენი არჩევანი წინასწარ განსაზღვრული ფაქტორებით არ იყო განპირობებული და ქმედებისას ჩვენი თავისუფალი ნება გამოვავლინეთ, ამაზე ყველა მოაზროვნე ერთხმად ნამდვილად არ დაგვეთანხმება. თავისუფალი ნების არსებობა თეოლოგიაში, ფილოსოფიასა და ახლა უკვე მეცნიერებაში ცხარე დებატების საგანია. ამ დებატებში ზოგი მოაზროვნე სუპერდეტერმინიზმს იცავს, რომელიც სამყაროში თავისუფალი ნების არსებობას გამორიცხავს. დეტერმინიზმის იდეა ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ. ყოველი მოვლენა, მათ შორის ადამიანის ნებისმიერი გადაწყვეტილება ან მოქმედება, წინამორბედი მოვლენების გარდაუვალი და აუცილებელი შედეგია. აქედან გამომდინარე ყველაფერი მკაცრ აუცილებლობას ექვემდებარება და სამყაროში შემთხვევითი მოვლენებისთვის ადგილი არ მოიპოვება. როცა განვლილ მოვლენებს მომავლის პერსპექტივიდან ვაფასებთ, ხშირად წარმოვიდგენთ, რომ სხვაგვარად ქმედებები სულ სხვა შედეგებს გამოიწვევდა და რამდენიმე ალტერნატიულ სცენარს განვიხილავთ. დეტერმინიზმი, რომელიც ამბობს, რომ ყველა მოვლენა წინამდებარე მიზეზების გარდაუვალი და აუცილებელი შედეგია, ასეთ ალტერნატივებს გამორიცხავს. აქ მთავარი ფაქტორი ისაა, რომ თუ გარემოებები უცვლელი რჩება, ადამიანები ისევ იმ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რომელიც კონკრეტულ მომენტში მიიღეს. ასე რომ დეტერმინიზმი წარსულის გამოსწორებისა და სხვაგვარად გადაწერის შესაძლებლობას ფიქრის დონეზეც კი გვართმევს. მომავალი წარსულის მსგავსად ფიქსირებულია, რადგან დროში მოგზაურობა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მეტად სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა, ის იდეა, რომ წარსულს ვერ შევცვლით, ჩვენთვის საკმაოდ ინტუიციურად ჟღერს. თუმცა მომავალთან მიმართებით, ადამიანებს უფრო იმედიანი განწყობა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ბევრი რამის დაგეგმვა, შეცვლა ან გამოსწორება შეგვიძლია. თუ რატომ გამორიცხავს დეტერმინიზმი მრავალი ალტერნატივის მქონე მომავალს, შემდეგი მაგალითის საფუძველზე ვნახავთ. წარმოვიდგინოთ მოგზაური, რომელმაც დიდი გზა გამოიარა და ახლა რამდენიმე ვარიანტიდან შემდეგი მარშრუტი უნდა აერჩიოს. ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი გზა აუცილებლად უკვე განვლილ გზას უკავშირდება. დეტერმინიზმიც ამას გვეუბნება, რომ ყოველი მომდევნო ქმედება თუ გადაწყვეტილება წინა მოვლენების აუცილებელი შედეგია. ანუ მკაცრ მიზეზ შედეგობრიობას ემორჩილება არა მხოლოდ ჩვენი წარსული გადაწყვეტილებები, არამედ ის მომავალიც, რომლის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. მოგზაური სწორედ
იმ ერთადერთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც უნდა მიიღო და რომელსაც იმდენჯერ მიიღებდა, რამდენჯერაც დროში უკან დავაბრუნებდით. შესაბამისად, დეტერმინისტული ხედვა მრავალფეროვან მომავალს გამორიცხავს, რადგან ახალ გზას ვერ შევქმნით. იძულებულები ვართ უკვე არსებული გავაგრძელოთ და არ შეგვიძლია თავისუფალი ნებით ვიმოქმედოთ. ის რომ წარსული სხვაგვარი ვერ იქნებოდა და მომავალიც უკვე განსაზღვრულია, საშიში და პესიმისტური განაცხადია. არ უნდა გამოგვეპაროს, რომ ამ ხედვის თანახმად არა მხოლოდ სამყაროა დეტერმინირებული, არამედ მასში მცხოვრები თითოეული ადამიანიც. ვერ უარყოფთ, რომ ჩვენს ბევრ ნიშან-თვისებას დიდწილად გენეტიკა განსაზღვრავს. ამას ემატება გარემო და გამოცდილება, რომელშიც ადამიანს ცხოვრების გატარება უწევს. საბოლოო ჯამში კი ჩვენი ხასიათი, სურვილები, მიდრეკილებები და მთელი სამოტივაციო სისტემა ამ ორი სინთეზის შედეგად ყალიბდება. მაგალითად, თქვად ადამიანს დაბადებიდან კარგი ხმა და სმენა აღმოაჩნდა. ეს მშობლებმა შენიშნეს და ბავშვობიდან მისი უნარების დახვეწაზე იზრუნეს. იმსახურებს ეს კარგი მომღერალი შექებას. ჩვენთვის სასიამოვნო მუსიკის მოსმენისას მაშინვე მოწონებას გამოვხატავთ და ამ საკითხებზე არ ვფიქრობთ. დეტერმინისტი კი გვიპასუხებდა, რომ კარგი მომღერალი შექებას არ იმსახურებს, რადგან წინა მიზეზების გათვალისწინებით მას არ შეეძლო, რომ ცუდი მომღერალი ყოფილიყო. წესი ჩვენი მიღწევები და წარმატებები დიდ მოტივაციას გვაძლევს და სხვა ადამიანების მხრიდან შექების მოსმენაც სასიამოვნოა. თუმცა თუ ჩვენს ქმედებებზე კონტროლი არ გვაქვს, რადგან სხვანაირად მოქცევა არ შეგვეძლო, მაშინ საამაყოც არაფერია. შეუცვლელი მომავლის მსგავსად, არც იმაზე ფიქრია სასიამოვნო, რომ ჩვენი შრომის მოყვარეობა, რაციონალური გადაწყვეტილებები ან კარგი ხუმრობა წინასწარ განსაზღვრული მოვლენების აუცილებელი შედეგი იყო და არა ჩვენი დამსახურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიგვიძღვის, ან რთული დავალების შესასრულებლად დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. მაგრამ დეტერმინიზმი გვეუბნება, რომ შეუძლებელია იმისგან განსხვავებული განზრახვები და მოტივაციები გვქონოდა, რომლებმაც ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანა. ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც დეტერმინიზმისგან მომდინარეობს, მორალური პასუხისმგებლობის არარსებობაა. ლოგიკურია, რომ ადამიანს პასუხისმგებლობა მაშინ უნდა დავაკისროთ, თუ ის სხვადასხვა ალტერნატივებიდან სასურველ ქმედებას თავად ირჩევს. რადგან დეტერმინიზმი სხვაგვარად მოქცევის შესაძლებლობას გამორიცხავს, რამდენად სამართლიანი იქნება ადამიანთა ქმედებები მორალურად შევაფასოთ. მაგალითად, როცა ადამიანს ქურდობისთვის ვსჯით, და თან დეტერმინიზმი გვეუბნება, რომ მას სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო. ხომ არ მოითხოვს ეს დასჯის მექანიზმის გაუქმებას. ჩვენ არ ვსჯით ტექნიკას, როცა ის წყობიდან გამოდის და სხვანაირად მოქცევა, ანუ ძველებურად წარმატებულად მუშაობა არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქურდს, რომ სხვანაირი ცხოვრება ჰქონოდა და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად უკანონო ქმედების ჩადენა არ დასჭირვებოდა, მაშინ არც იმ გადაწყვეტილების წინაშე ვიქნებოდით, ეს ადამიანი დავსაჯოთ თუ არა. მაგრამ დეტერმინიზმი გვეუბნება, რომ წარსული ქმედებები გარდაუვალია და ის ყოველთვის გადაწყვეტდა, რომ ეკურდა. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ისეთად დეტერმინირებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელიც სამართლისა და მისი შესაბამისი კანონების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. თუმცა მორალური შეფასებების კუთხით ერთი შეხედვით დეტერმინიზმი ჩიხში შედის. მორალის არსზე მოკამათე სკეპტიკოსები ორ პირობით კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. სკეპტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მორალურ პასუხისმგებლობაზე უარის თქმას მძიმე შედეგები მოყვება, რაც უარყოფითად იმოქმედებს საზოგადოებაზე, ყოველდღიურ ურთიერთობებსა და კანონებზე. კერძოდ ასეთი დამოკიდებულება იმის საშუალებას წაგვართმევს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ ადეკვატურები ვიყოთ. ოპტიმისტი სკეპტიკოსები კი თვლიან, რომ თავისუფალი ნებისა და მორალური პასუხისმგებლობის გარეშე სულაც არ მივიღებთ ისეთ დესტრუქციულ შედეგებს, როგორიც პესიმისტებს წარმოუდგენიათ. ოპტიმისტი სკეპტიკოსების მიხედვით ადამიანები აღარ უნდა შევაქოთ ან დავადანაშაულოთ. ეს მიმართება აშკარად მოითხოვს ჩვენი რწმენებისა და დამოკიდებულებების გადახედვას. თუმცა არა ისეთი მკაცრი აზრით, რომ ადამიანები უსულო საგნებთან გავაიგივოთ. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად გმირობა აღარ შთაგვაგონებს. არავის მისცემს ანალოგიურად მოქცევის მოტივაციას და გაქრება. არც იმას, რომ უსამართლობასა და კანონის დარღვევაში სასტიკ ქმედებებს ვეღარ ამოვიკითხავთ. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მართალია ამ ჰიპოთეტურ რეალობაში ადამიანებს აღარ ვაფასებთ, აღარ ვაქებთ და გამკიცხავთ, მაგრამ თავად ქმედებები ისევ რჩებიან ფაქტებად, რომლებიც ჩვენში გარკვეულ ემოციებს იწვევენ. მართალია გმირს აღარ შევაქებთ, მაგრამ ეს თავად ქმედების მიზანს თავისთავად ღირებულებას ვერ წაართმევს.
ნიშნავს. მაგალითად, მეხანძრე ცეცხლმოკიდებულ სახლში შესვლისას მოტივირებული იქნება არა იმით, რომ მისი ქმედება შექების ღირსი გახდეს, არამედ იმით, რომ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს. რაც შეეხება კანონდარღვევებს და სისასტიკეს, ჩვენი დამოკიდებულებები ვერც ასეთი ფაქტების მიმართ შეიცვლება. შეიძლება დამნაშავე მისი ქმედების გამო აღარ გამკიცხოთ, მაგრამ მსხვერპლის მიმართ ჩადენილი სისასტიკის აღქმა ვერ გაქრება. დაკავების მიზანი არა ადამიანის დასჯა, არამედ მისი მორიგი დანაშაულების აღკვეთა, სხვა კრიმინალებისთვის კანონის შეხსენება და ისეთი გარემო შენარჩუნება უნდა იყოს, რომელშიც ადამიანების უსაფრთხოებას ასეთი გზებით უზრუნველყოფთ. მორალური თუ სხვა ტიპის შეფასებებისგან თავი შეკავება დამანგრეველი შედეგების მომტანი შეიძლება არც პირად ურთიერთობებში იყოს. ხშირად სხვა ადამიანების არ გვესმის ან თავს მათ ადგილას წარმოვიდგენთ და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მათ მსგავსად არასდროს მოვიქცეოდით. მართალია ემოციებს ვერსად გავექცევით და მაგალითად უსამართლოდ ისევ გაგვაბრაზეს, მაგრამ ურთიერთობებში დეტერმინისტული მუხტის შეტანას დადებითი შედეგებით შეიძლება მოხვეს. კერძოდ თუ გავითვალისწინებთ კონკრეტული ადამიანის მოტივაციებს, სურვილებსა და შეხედულებებს, არ არის გამორიცხული, რომ მათი ქმედებები სულ სხვა კუთხით დავინახოთ. ამ მიდგომით იმის დაჯერების მეტი შანსია, რომ ადამიანებს კარგი განზრახვა ჰქონდათ, რაც მათი წინაპირობებით მართლდება. მაგრამ ჩვენთვის უსიამოვნო შედეგი დადგა. თან დეტერმინისტ ადამიანთან ურთიერთობის ბონუსიც გახსოვდეთ. ის შენს ყველაზე ირაციონალურ ქცევებსაც კი მიზეზ-შედეგობრიობის პრიზმაში გაატარებს. ჩათვლის, რომ სხვანაირად მოქცევა არ შეგეძლო და ზედმეტი ბოდიშების გარეშე შეეცდება შეცდომების პატიებას. სამყარო დეტერმინისტულია თუ არა, ჩვენი ემოციებისგან დისტანცირება ორივე შემთხვევაში რთულია. ჩვენ მაინც გვიხარია, გვწყინს, ვბრაზდებით, გვიყვარდება იმისგან დამოუკიდებლად რისი გვჯერა. იმის, რომ მომავალი უამრავ ალტერნატივას გვთავაზობს, თუ იმის, რომ ყველა წინასწარ დაწერილ სცენარს მივყვებით. თუ დეტერმინიზმს ჭეშმარიტებად ჩავთვლით, ისიც უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენს ყველა შეცდომაზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება შვებას მოგვანიჭებს, თუ უიმედობის განცდა დაგვეუფლება, რადგან რეალურად არაფერს უწყვეტთ. დეტერმინიზმი არ გვეუბნება, რა არის კარგი ან ცუდი, სწორი ან არასწორი. ის მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ჩვენს ქმედებებზე კონტროლი არ გვაქვს. იქნებ მართლაც შეუძლებელი იყო, რომ ეს ვიდეო არ ჩამეწერა და თქვენ ბოლომდე არ გეყურებინათ. როგორ დავიპყროთ სამყარო სამი მარტივი ხერხით? პირველი, შეაგროვე შენი პლანეტის ყველა რესურსი, მეორე, შეაგროვე უახლოესი ვარსკვლავის ენერგია, მესამე, შენი galaktikis ყველა ვარსკვლავის ენერგია შეაგროვე და შემდეგ ახალ galaktikაზე გადადი. ილოცავ. შენ სახეობას აქვს ყველაფერი ის, რითაც უნივერსალურ სუპერძალად გადაიზრდება. ეს ერთი რუსი ასტრონომის პერსპექტივაა. ყოველ შემთხვევაში ასტროფიზიკოსმა ნიკოლაი კარდაშევმა ეს სამი გზა სახელწოდებით დონე 1, 2 და 3 galaktikuri გაფართოებისთვის, რასაც მან ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაციების სამი ტიპი დაარქვა, 1962 წელს გამოთქვა როგორც გზები საზოგადოების მიერ ენერგიის საგრძნობლად ძლიერ მზარდი მოხმარების გასაზომად. დენჰუპერის თანახმად ენერგიის შეგროვება შორეული ვარსკვლავებისგან არათუ საუკეთესო გზაა, რათა გაიზარდოს ცივილიზაციის შესაძლო რესურსები. ეს ერთადერთი გზაა, რომ ხელი შევუშალოთ მარად გამფართოებელ სამყაროს დატოვოს ცივილიზაცია მარტო, სივრცის უკიდეგანობაში. ეს კვლევა კიდევ საჭიროებს დაზუსტებას. ბნელი მატერიის არსებობა ჩვენ სამყაროში აიძულებს სამყაროს აჩქარებულად გაფართოვდეს. მიახლოებით შემდეგ 100 მილიარდ წელში ჩვენი ლოკალური ჯგუფის ან გრავიტაციულად მაკავშირებელი galaktikების ირმის ნახტომის ჩათვლით ვარსკვლავები ჩავარდებიან კოსმიურ ჰორიზონტში და მათგან ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივიღებთ, ვერასდროს. ასეთ მდგომარეობაში ვარსკვლავები არათუ ხდებიან შეუმჩნეველნი, არამედ დაუკავშირებელი, რითიც მცირდება იმ ენერგიის რაოდენობა, რისი მიღებაც შეგვეძლო. სხვა სიტყვებით, თუ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ უცხო პლანეტელებს შეხვდებიან შორეულ galaktikებში, ეს უცხო პლანეტელები იქნებიან შავი მატერიის წინააღმდეგ, იმ მისტიური ძალის, რომელიც გაუკონტროლებელად წელავს ჩვენს სამყაროს. ვარსკვლავის ფეხის თითებით დაჭერა. ეს რა თქმა უნდა ისაა, თუ როგორ ვიპოვით უცხო პლანეტელებს. ნებისმიერი განვითარებული ცივილიზაცია ღირსეული ხომალდებით მიხვდება, რომ სამყარო ფართოვდება.
წერდა ჰუპერი და ის არ გაჩერდება უმოქმედოდ მაშინ, როცა ეს სამყარო მის თვალწინ ჩაივლის და განადგურდება. ამის ნაცვლად ის შეაგროვებს ვარსკვლავებს სხვა galaktikიდან. შეკრავს და მათგან ენერგიას მიიღებს. სანამ ეს ვარსკვლავები და მათი ენერგია მიუწვდომელი გახდება. რადგანაც ჰორიზონტის გადიდება გარდაუვალია ნებისმიერი შედარებით განვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც სურს მაქსიმალურად გამოიყენოს მისი შესაძლებლობა, რომ ენერგია პრაგმატულად გამოიყენოს, სამყაროში გაიფანტება იმ ცდელობით, რომ შეინახონ იმდენი ვარსკვლავი, რამდენი შესაძლებელია, სანამ ეს შეუძლებელი გახდება. როგორ უნდა შებოჭო საერთოდ ვარსკვლავი? მეცნიერები და სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორები ამ საკითხზე 10 წლეულობის განმავლობაში ფიქრობდნენ და მათი ფავორიტი პასუხი არის გიგანტურ ბადეში უნდა გავახვიოთ, რა თქმა უნდა. ეს ბადე არ იქნებოდა დამზადებული თოკებით ან მეტალით, არამედ სატელიტებით, რომლებიც მზის ენერგიაზე იმუშავებენ. ცნობილი როგორც დაისონის სფეროები, ასეთი კოლოსალური ღრუბელი შეძლებდა სამუდამოდ გაჩერებული იყოს ერთ ფიქსირებულ ადგილზე ვარსკვლავის ირგვლივ და მიღებული ენერგია უახლოეს პლანეტას გადასცეს. ან როგორც ჰუპერმა ივარაუდა, ვარსკვლავისგან მიღებული ენერგია პირდაპირ გამოიყენოს ამ სატელიტებმა, რათა ეს უკანასკნელი უშუალოდ იმ პლანეტამდე წაიღონ, რომელსაც მისი გამოყენება სურდა. ადამიანებს შესაძლოა ეს შეუძლებელად მოგვეჩვენოს, ჩვენ ხომ კარდაშევის სკალაზე პირველ დონეზე ვართ. კარლ სეიგანმა ჩვენ 0.7 დონეზე დაგვაყენა 1973 წელს. მაგრამ ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს ჩვენზე ათასობით ან მილიონობით წლით უფროსი ცივილიზაცია, რომელიც სრულფასოვნად არის მესამე ვარსკვლავების შეგროვების დონეზე. და თუ სხვა ცივილიზაცია მართლა უცვლის ვარსკვლავებს ლოკაციებს, ცოტა ხანში ამას დედამიწელებით შეამჩნევენ. ის ვარსკვლავები, რომლებიც ახლა ცენტრალური ცივილიზაციისკენ მიემართებიან, შეიძლება შემჩნეულ იქნენ ამ მოძრაობის წყალობით. ასეთი ტიპის აჩქარება აუცილებლად მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას და რაღაც დოზით დიდი ალბათობით წარმოშობს ელექტრომაგნიტურ რადიაციას. იმის გარდა, რომ უყურონ თუ როგორ მოძრაობს ვარსკვლავები შორეულ galaktikებში, ასტრონომებმა ასევე შეიძლება თვალი ადევნონ უჩვეულო galaktikებს, რომლებსაც ამოცლილი აქვთ ძირითადი ვარსკვლავები. ეს ჰიპოთეტური ვარსკვლავების შემგროვებელი უცხო პლანეტელები დიდი ალბათობით წუნიები იქნებიან. ჩვენს მზეზე 100-ჯერ პატარა ვარსკვლავები ვერ შეძლებენ საკმარისი რადიაციის გამომუშავებას, რომ გამოყენებადი იყოს. მაგრამ შედარებით უფრო დიდი ვარსკვლავები, რომლებსაც ცოტა უკლიათ სუპერნოვამდე, შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ბატარეა. მხოლოდ ჩვენს მზეზე 20-100-ჯერ მასიური ვარსკვლავები იქნებიან დაჭერის და საკუთარ galaktikაში წაღების კანდიდატები და ვინაიდან ამ მასების ვარსკვლავების სხივების ტალღის სიგრძე განსხვავებულია, ამის შემჩნევა galaktikაში შეიძლება სინათლის წყალობით. ისეთ galaktikებს, საიდანაც განვითარებულმა ცივილიზაციებმა უკვე შეაგროვეს ვარსკვლავები, აჯობებს უფრო მასიური ვარსკვლავები, რის შედეგადაც მათ ექნებათ სხივის უფრო გრძელი ტალღოვანი სიგრძე, ვიდრე ნებისმიერ სხვა შემთხვევაშია შესაძლებელი. ადამიანებს ჯერ არ აქვთ ისეთი ინსტრუმენტები, რათა დააფიქსირონ სინათლის ასეთი ცვალებადობა სამყაროს სიღრმიდან. იმედია ასტრონომები ასეთ ხელსაწყოს მანამდე შექმნიან, სანამ ჩვენი მზეც სხვა ცივილიზაციის კოლექციას არ დაემატება. Ორმოცდაათი წლის წინ გაჩნდა თეორია, რომლის მიხედვითაც არამიწიერ ცივილიზაციას შავი ხვრელისგან ენერგიის მიღება უნდა შეეძლოს. ახლახან ეს თეორია გლაზგოს ერთ-ერთ ლაბორატორიაში ექსპერიმენტულად დადასტურდა. საჭირო კომპონენტების ანალოგებით ფიზიკოსებმა აჩვენეს, რომ ეს პროცესი მართლაც შესაძლებელი მექანიზმია ბრუნვითი ენერგიის გარკვეული ნაწილის შესაგროვებლად. რა თქმა უნდა, თუ ასეთ საშუალებას ოდესმე შევქმნით. ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლებელია გამორჩეული თეორიული იდეების ბრწყინვალედ გამოყენება სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ობიექტის ფიზიკური მახასიათებლების შესასწავლად. შავი ხვრელი ძალიან მასიური, სუპერნოვად აფეთქებული ვარსკვლავის სასიცოცხლო ციკლის ბოლო ეტაპია, რომლის ბირთვსაც საკუთარი გრავიტაციის ატანა აღარ შეუძლია, ტოტალურად კოლაფსირდება სინგულარობაში, უსასრულო სიმკვრივის ერთგანზომილებიან წერტილში. სინგულარობა მოთავსებულია მოვლენათა ჰორიზონტის სახელით ცნობილ
ცნობილ რეგიონს შიგნით. მოვლენათა ჰორიზონტი არის ზღვარი შავი ხვრელის გარშემო, რომელთანაც გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ მისგან გაქცევისთვის საკმარისი სიჩქარე სინათლესაც არ გააჩნია. მოვლენათა ჰორიზონტის გარეთ სივრცე დროის ვრცელი რეგიონი შავი ხვრელის ბრუნვის გამო იგრიხება, რასაც ლენზე ტირინგის ეფექტს უწოდებენ. მზის მსგავსად ჩვენს გალაქტიკასა და მის მიღმა უამრავი ვარსკვლავი აწარმოებს წარმოუდგენელ ენერგიას და როგორც ჩანს, ენერგიის მიღება შავი ხვრელიდანაც შესაძლებელია. 10 წლეულების განმავლობაში მეცნიერებს აინტერესებდათ, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას მოსაზრება შავი ხვრელებიდან ენერგიის მიღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1969 წელს ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი როჯერ პენროუზი საუბრობდა. მისი თქმით, ენერგიის მიღება შავი ხვრელის ერგოსფეროდან შეგვიძლია. ერგოსფერო შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა მდებარეობს, საიდანაც ვერაფერი აღწევს თავს. ერგოსფეროში სივრცის ჩათრევის სიჩქარე სინათლისას უტოლდება. ახალი კვლევის თანახმად კი ირკვევა, რომ შავი ხვრელი შესაძლოა უწყვეტი, ამოუწურავი ენერგიის წყაროდ იქცეს. პენროუზის მოსაზრების თანახმად ობიექტს, რომელიც შავ ხვრელში ხვდება, შეუძლია ორ ნაწილად გაიხლიჩოს. ერთი მათგანი მოვლენების ჰორიზონტისკენ გაემართება, მეორე კი თუ ერგოსფეროდან თავის დაღწევა შეძლებს უფრო დიდ ენერგიას წარმოქმნის, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა. ამის ინტერპრეტაციას ფილმ ინტერსტელარშიც ხვდებით, როდესაც კოსმოსური ხომალდი შავი ხვრელიდან იღებს მნიშვნელოვან ენერგიას. მბრუნავი შავი ხვრელის ერგოსფეროში მაგნიტური ველის ხაზები მუდმივად ირღვევა და სწრაფი სიჩქარით უკავშირდება ერთმანეთს. ამ დროს უარყოფითი ენერგიის ნაწილაკები წარმოიქმნება და ასევე სწორედ დაკავშირების მომენტში პლაზმის ნაწილაკები სხვადასხვა მიმართულებით იშლება. ერთი ნაკადი შთაინთქმება შავი ხვრელის მიერ, ხოლო მეორე ნაკადს სიჩქარის საკმარისი პოტენცია გააჩნია იმისთვის, რომ თავი დააღწიოს შავი ხვრელის გრავიტაციულ მიზიდულობას. შესაძლოა ამ ეტაპზე არ არსებობდეს სწრაფი და ეფექტური პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც უკვე შევძლებთ თეორიული მოსაზრების პრაქტიკაში განხორციელებას. თუმცა აბსტრაქტულ დონეზე კვლევა შავი ხვრელების ახალი პერსპექტივით დანახვას უწყობს ხელს. პენროუზის გათვლების მიხედვით, თუ ობიექტს ერგოსფეროში ჩავაგდებთ, სადაც ის ორად გაიყოფა, ერთი ნაწილი მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა გაუჩინარდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, შავი ხვრელის დამატებითი ბიძგით ის გარე მიმართულებით უნდა აჩქარდეს. თუ ყველაფერი ასე წარიმართა, ერგოსფეროდან ის იმაზე 21%-ით მეტი ენერგიით უნდა გამოვიდეს, ვიდრე შესვლისას ჰქონდა. ამის შესამოწმებლად შავ ხვრელთან გადაფრენა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. თუმცა 1971 წელს საბჭოთა ფიზიკოსმა იაკოვ ზელდოვიჩმა გაცილებით პრაქტიკული ექსპერიმენტი წარმოადგინა. შავი ხვრელის ჩანაცვლება შესაძლებელია მეტალის მბრუნავი ცილინდრით მის გარშემო სინათლის ნაკადებით. თუ ცილინდრი შესაბამისი სიჩქარით იბრუნებს, სინათლე უკან უნდა აირეკლოს ცილინდრის ბრუნვისგან მიღებული დამატებითი ენერგიით, რასაც მბრუნავ დოპლერის ეფექტს უწოდებენ. ამ ეფექტის ხილვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მბრუნავი წყარო ტალღებს გამოხობს, რომელთა სიგრძეც დამოკიდებულია ბრუნვის მიმართულებაზე. ტალღები, რომლებიც თქვენ მიმართულებით ბრუნვისას გამოიყოფა, მოკლე გამოჩნდება, თქვენგან საწინააღმდეგო მიმართულებით გამოყოფილი კი დაგრძელებული. სწორედ ასე ზომავენ ასტრონომები ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ბრუნვას. ზელდოვიჩის იდეას ჰქონდა ერთი პრობლემა. მბრუნავი ცილინდრის სიჩქარე წამში სულ მცირე 1 მილიარდი უნდა ყოფილიყო, რის გამოც ასეთი ექსპერიმენტი საკმაოდ არაპრაქტიკულია. ყველაფერი ასე რჩებოდა იქამდე, ვიდრე საქმეში გლაზგოს უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლის ფიზიკოსთა ჯგუფი ჩაერთვებოდა. ზელდოვიჩის კვლევაზე დაყრდნობით მათ მოიგონეს ექსპერიმენტი, რომელშიც სინათლის ტალღების ნაცვლად ხმის ტალღები გამოიყენეს. ექსპერიმენტი შედგება დინამიკების სარტყლისგან, რომელიც ისეა განლაგებული, რომ ხმის ტალღებს გრეხს და იმეორებს ზელდოვიჩის ექსპერიმენტის გრეხილ სინათლეს. შავ ხვრელს კი წარმოადგენს ქაფის დისკოსგან დამზადებული ხმის მბრუნავი მშთანთქმელი, რომლის ბრუნვამაც მასზე დაცემული ხმის ტალღები უნდა ააჩქაროს. დისკოს მეორე მხარეს მოთავსებული მიკროფონები დისკოში გავლის შემდეგ ბგერებს აფიქსირებს. პენროუზის პროცესის მთავარი დამამტკიცებელი უნდა ყოფილიყო ცვლილება დისკოში გავლილი ხმის ტალღების სიმაღლესა და ამპლიტუდაში. მბრუნავი ზედაპირის ხედვის წერტილიდან გაზომვისას დაგრეხილმა ხმის ტალღებმა სიმაღლე შეიცვალეს. ამბობს კვლევის ავტორი გლაზგოს უნივერსიტეტის ფიზიკოსი და ასტრონომი მარიონ კრომბი. მის
მისივე განცხადებით, თუ ზედაპირი საკმარისად სწრაფად ბრუნავს, ბგერის სიხშირე რაღაც ძალიან უცნაურს აკეთებს. შეუძლია დადებითი სიხშირიდან გადავიდეს უარყოფითში და ამ დროს მბრუნავი ზედაპირიდან ენერგიის ნაწილს იპარავს. შედეგები საოცარი აღმოჩნდა. დისკოს აჩქარებისას მიკროფონებზე დაცემული ბგერების სიმაღლე იქამდე მცირდებოდა, ვიდრე საბოლოოდ აღუქმელი გახდებოდა. ამის შემდეგ ხმის ტალღები კვლავ თავდაპირველ სიმაღლეს უბრუნდება, მაგრამ 30%-ით ხმა მაღალი, ვიდრე დინამიკებიდან მომდინარე ხმა. ბგერები დამატებით ენერგიას მბრუნავი დისკოდან იღებდა. კრომბის განცხადებით ექსპერიმენტის შედეგები განსაკუთრებულია. ხდება ის, რომ ბრუნვის სიჩქარის ზრდასთან ერთად ბგერების სიხშირე განიცდის დოპლერის წანაცვლებას ნულამდე. როდესაც ბგერა ხელახლა იწყება, ეს იმიტომ ხდება, რომ ტალღები დადებითი სიხშირიდან უარყოფითშია გადასული. ამ უარყოფითი სიხშირის ტალღებს შეუძლია გარკვეული ენერგია აიღოს მბრუნავი დისკოსგან და ამ პროცესში უფრო ხმამაღალი გახდეს. ზუსტად ისე, როგორც ეს ზელდოვიჩმა შემოგთავაზა 1971 წელს. ამბობს კრომბი. ამ ეტაპზე ჯგუფი გეგმავს გაარკვიოს, როგორ ჩაატაროს იგივე კვლევა ელექტრომაგნიტური ტალღების სინათლის გამოყენებით. თუმცა ეს კვლევა უკვე არის წინ გადადგმული საკმაოდ შთამბეჭდავი ნაბიჯი შავი ხვრელების კვლევაში. აჩვენებს, როგორ შეიძლება მათი ექსტრემალური თვისებების შესწავლა ლაბორატორიაში, თუ კი შესაბამისი ხელსაწყოები გაქვს. ასეთი კვლევები შეიძლება დაგვეხმაროს ახალი ტექნოლოგიების შექმნაშიც. თუ მოვიფიქრებთ, რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მომაჯადოებელი ფენომენი. დემონური არსებებიდან უცხო პლანეტელებამდე. მუტაციების ან სხვა უსიამოვნო შეხვედრების ისტორიები 1000 წლეულებია არსებობს. რით აიხსნება ისინი? უცნაური და აუხსნელი შეხვედრები არა ადამიან არსებებთან 1000 წლეულებს ითვლის. უშუალოდ უცხო პლანეტელთა მიერ მუტაციების ამბები კი ფართოდ 1950-იან წლებში გავრცელდა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. თუ ამ ამბებში რაიმე დამაბნეველია, ეს პირველ რიგში იმ ადამიანების აბსოლუტური დარწმუნებულობაა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უცხო არსებებმა ისინი თავიანთ კოსმოსურ ხომალდზე წაიყვანეს. მათი მონათხრობის თანახმად ეს ჩვეულებრივ შუა ძილში ყოფნისას და ძირითადად უცნაური სექსუალური ხასიათის ექსპერიმენტების ჩასატარებლად ხდება. როგორც ეს Saturday Night Live-ის ცნობილ სკეჩშია გაშარჟებული რაიან გოსლინგის მონაწილეობით. თუმცა ბევრი ადამიანისთვის ფაქტობრივად მილიონებისთვის ეს სახუმარო ამბავი სულაც არაა. ჩნდება კითხვა, რით აიხსნება ეს? შეერთებულ შტატებში უცხო პლანეტელების მიერ გატაცების პირველი პოპულარული ამბავი ბეტი და ბარნი ჰილების ისტორია იყო. ნიუ-ჰემფშირელი წყვილი ამტკიცებდა, რომ უცხო პლანეტელებმა ისინი 1961 წლის 19 სექტემბერს გაიტაცეს. თუმცა ჰილების ეს ისტორია გატაცების მეორე ამბავია, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. პირველი 1957 წლით თარიღდება და მისი მთავარი გმირი ბრაზილიელი ფერმერი ანტონიო ვილას ბოასი გახლავთ. თუ ვილას ბოას დავუჯერებთ, 16 ოქტომბრის ღამეს, სანამ ის ტრაქტორით მინდორს ხნავდა, უცხო პლანეტელებმა, რომლებიც დაახლოებით 1.5 მეტრის სიმაღლის იქნებოდნენ, ის თავიანთ ხომალდზე წაიყვანეს. როცა ოთახში ჩაკეტეს, მან დაინახა, რომ კედლებიდან გაზი გამოდიოდა. გაზმა ცუდად გახადა. ამის მერე ოთახში ძალიან მიმზიდველი ქალი, შიშველი, გრძელი ვერცხლისფერი თმით და ღრმა, ლურჯი კატისებრი თვალებით შემოვიდა და აიძულა, რომ მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა. ვილას ბოასის მტკიცებით, ქალის განზრახვა ნათელი იყო. მას უნდოდა ადამიანისა და უცხო პლანეტელის ჰიბრიდი ეშვა, რომელსაც თავის პლანეტაზე გაზრდიდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ვილას ბოასმა სხეულზე დამწვრობები აღმოაჩინა. სანდო რეპუტაციის მქონე სამედიცინო ცენტრში ექიმმა მას რადიაციული დამწვრობის დიაგნოზი დაუსვა. ექიმს ოლავო ფონტეს კავშირები ჰქონდა ამერიკულ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევით ჯგუფთან, APRO-სთან.
ვილას ბოას არ ახსოვდა რა ვითარებაში მიიღო დამძრობა. ამ ისტორიამ 1950-იანი წლების ბოლოს მსოფლიო მასშტაბით მოიპოვა პოპულარობა. ბევრმა ამ ამბის სარწმუნოობა დისკრიმინაციული შეხედულებების ქონის საფუძველზე დაიჯერა. ისინი ფიქრობდნენ, რომ უბრალო ფერმერი ბრაზილიის სოფლიდან ასეთ ამბავს ვერაფრით მოიფიქრებდა. სინამდვილეში ვილას ბოასი არც უბრალო და არც გაუნათლებელი არ ყოფილა. მისი ოჯახი მიწის დიდ ნაკვეთებს ფლობდა. მოგვიანებით ის იურისტი გახდა და ამ საქმეს 1992 წელს სიკვდილამდე აკეთებდა. ეჭვგარეშეა, რომ ამ ამბით მოპოვებული ცნობადობა მის კარიერას დაეხმარა. მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად უარყოფს, რომ მოტაცებების ამბებს რაიმე რეალური კომპონენტი აქვთ. როცა ადამიანები ამ ისტორიებს გულწრფელად ყვებიან, ნათელი ხდება, რომ ეს ინციდენტები სხვადასხვა ანომალიური ფსიქოლოგიური მდგომარეობის შედეგია. იქნება ეს ფანტაზიისკენ მიდრეკილი გონება, თვითჰიპნოზური ტრანსი, სრულმახსოვრობის სინდრომი, ძილის პარალიზი, ძილის დროს გარემოსეული ზეგავლენა თუ უფრო სერიოზული ფსიქოპათოლოგიური მიზეზები. კიდევ ერთი შესაძლო ახსნა პოსტტრაუმული სტრესით გამოწვეული რეალობის არასწორად აღქმა შეიძლება იყოს. ამერიკელმა მკვლევარმა და სკეპტიკოსმა პიტერ როჯერსონმა ეჭქვეშ დააყენა ვილას ბოასის და კიდევ სხვა მრავლის მსგავსი მონათხრობი. ის ამტკიცებდა, რომ ვილას ბოასი და სხვა გატაცებულები უფოლოგ ჟორჟ ადამსკის სენსაციური ნარატივების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ეს უკანასკნელი 1950-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გატაცების ისტორიები აინტერესებს, როჯერსონის სტატია აუცილებლად წასაკითხია. გატაცებების უმრავლესობას ვილას ბოასის ისტორიასთან საერთო ელემენტები აქვს. უცხო პლანეტელთა ხომალდზე აღმოჩენა, სამედიცინო კვლევები, რომლებიც ძირითადად ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ირგვლივ ხორციელდება, ან პირდაპირი სექსუალური კავშირი უცხო პლანეტელებთან. სხეულზე დარჩენილი იდუმალი ნიშნები. კარლ სეიგანი თავის შესანიშნავ წიგნში დემონებით დასახლებული სამყარო მეცნიერება როგორც სანთელი ბნელში ამ ელემენტებს კრებს და ამტკიცებს, რომ არსებობს კავშირი უცხო პლანეტელების მიერ გატაცების ამბებსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ მისტიკურ ისტორიებს შორის, რომლებიც ღამით უცხო არსებებთან სექსუალური ხასიათის შეხვედრებზე ყვებიან. არსებობს მითოლოგიები, მათ შორის ძველწელთაღრიცხვით 2400-იანი წლების შუმერული ფოლკლორი, რომელშიც კაცის ან ქალის ფორმის დემონები ძილში აცდუნებენ ადამიანებს. ნეტარი ავგუსტინე და თომა აკვინელი წერდნენ ინკუბუსის და სუკუბუსის დემონების შესახებ, რომლებიც ძილის დროს მოდიან, რათა სექსუალური კავშირი ადამიანებთან უნებართვოდ დაამყარონ. მსგავსი ისტორიები მსოფლიოს მასშტაბით არაერთ კულტურაში ჩნდება. ვილას ბოასის ვერცხლისფერთმიანი არსება ნამდვილად შეესაბამება ამგვარ აღწერას. რაც შეეხება მეცნიერულ შეფასებას, დედამიწასთან უახლოესი ვარსკვლავი დაახლოებით 4 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ჩვენი უსწრაფესი ხომალდით იქ მისვლას დაახლოებით 100,000 წელი დასჭირდებოდა. თუ გონიერი უცხო პლანეტელები არსებობენ და ისინი აქ ჩამოვიდნენ, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ ტექნოლოგია, რომლის წარმოქმნაც კი არ შეგვიძლია. კერძოდ ამ არსებებს უნდა შეეძლოთ სწრაფი ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა, რადარებისგან შეუმჩნევლად გადაადგილება და კვალის დაუტოვებლად წასვლა. მათი უნარები ყველას შეუმჩნევლად ჩამოვიდნენ დედამიწაზე კიდევ უფრო გასაოცარი ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მუტაციებისა და ამოუცნო ფრინავ ობიექტებთან შეხვედრის ათასობით ისტორია არსებობს. მეორე მხრივ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, მაინც რამდენად ჭკვიანები შეიძლება იყვნენ ეს უცხო პლანეტელები. თუ ისინი ადამიანის ანატომიის შესასწავლად 10 წლეულებია ერთსა და იმავე ექსპერიმენტს იმეორებენ, ამდენი ხანი ვერ ამოხსნეს ადამიანური ბიოლოგია? ან უბრალოდ პერვერტული მისწრაფებები აქვთ? იქნებ სხვადასხვა პლანეტის მკვიდრნი სტუმრობენ დედამიწას. თუ ასეა, მაშინ რამდენი სახეობა არსებობს იმ უცხო პლანეტელების, რომლებიც ჩვენი შესწავლის სურვილით იწვიან? დამეთანხმებით ამის ალბათობა ძალიან მცირეა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი კოსმოსური მოგზაურობის საოცარ საშუალებებს უნდა ფლობდნენ. ჯეიმს უილიამ შოფმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა, ერთხელ თქვა, რომ არაორდინალური ვარაუდები არაორდინალურ მტკიცებულს
მტკიცებულებებს საჭიროებენ. ეს ციტატა მოგვიანებით კარლ სეიგანმა გახადა პოპულარული. უცხო პლანეტელთა მიერ გატაცებების შემთხვევაში ერთობ ორდინალური მტკიცებულებები ნამდვილად სჯაბრნიან არაორდინალურებს. სად არიან ეს უცხო პლანეტელები? როგორ მოხდა, რომ არც ერთ სერიოზულ მეცნიერს მათთან კავშირი არ დაუმყარებია? მეცნიერები ამ ისტორიების სიყალბეს იმიტომ კი არ ამტკიცებენ, რომ ისინი ჯიუტები, ბოროტები, ემპათიის არ მქონენი ან ბრმანი არიან. სინამდვილეში მათაც უნდათ, რომ უცხო პლანეტური სიცოცხლის მტკიცებულება აღმოვაჩინოთ, განსაკუთრებით გონიერი სიცოცხლის. ეს სწორედ ისაა, რაც ასტრობიოლოგიას სურს და ასტრობიოლოგები პირველები იქნებოდნენ, ვინც ფაქტებს აღიარებდნენ მათი არსებობის შემთხვევაში. მეცნიერების ფუნდამენტური წინაპირობა ვარაუდების ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობაში მდგომარეობს, რომელთაც ზურგს შემოწმებადი მონაცემები უმაგრებს. სხვა შემთხვევაში რატომ უნდა მივიჩნიოთ სამეცნიერო მტკიცებების სანდოდ? ეს სწორედ ისაა, რაც მეცნიერებას ყალბი ამბებისგან განასხვავებს. თუ ასტრობიოლოგები უახლოეს მომავალში უცხო პლანეტური სიცოცხლის დამაჯერებელ მტკიცებულებას მოიპოვებენ, ეს უდიდესი ალბათობით არც ისე გონიერი, კოსმოსური ბაქტერია იქნება. წარმოიდგინეთ, რამდენად გასაოცარი იქნება, თუ გავიგებთ, რომ სიცოცხლე ის შემთხვევითობა არ არის, რომელიც მხოლოდ ჩვენთან მოხდა, ან რაც კიდევ უფრო გასაოცარი იქნება, რომ ეს სწორედ ასეა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ განახლებები, რათა არ გამოგრჩეთ მორიგი საინტერესო ვიდეოები. დროებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადამიანები დიდი კოლექციონერები ვართ, არც ერთ იმ ადამიანს, ვინც ირწმუნება, რომ უცხო პლანეტელთა გემბანზე დაუდგამს ფეხი, არ ჩამოუტანია დედამიწაზე რაიმე კოსმოსური ხელსაწყო ან არტეფაქტი, რომელიც უფოს საოცრების ამოხსნის საშუალებას მოგცემდა. უცხო პლანეტელები იქნებიან ისინი, ვისაც ვიპოვნით და ვიფიქრებთ, რომ ისეთი განსხვავებულნი არიან, რომ ადამიანმა რაც არ უნდა ცვლილება განიცადოს, ასეთი ვერასდროს გახდება. ან კიდევ ასეთი ცვლილება შეუძლებელია მოხდეს. ალბათ ბევრჯერ გსმენიათ მსგავსი ფენომენის შესახებ. ერთ დროს მოდაშიც იყო ამაზე საუბარი. გავრცელებული აზრი თითქოს უცხო პლანეტელები მოგზაურობენ დედამიწის გარშემო, აქვთ სექსი ადამიანებთან და რეპროდუქციულ ექსპერიმენტებს აკეთებენ. ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავს ერთ მხრივ იდუმალება ახლავს, მეორეს მხრივ კი არც ისე საფუძვლიანი დამამტკიცებელი საბუთები არსებობს. მაინც იზრდება დაჩაგრულთა კულტი. ბევრი აქტიურად ამტკიცებს, რომ 1947 წელს ნიუ-მექსიკაში უცხო პლანეტელების თეფში ჩამოვარდა, რომელიც შემდგომში შეერთებული შტატების მთავრობამ შეაკეთა. მათვე ჰქონდათ საიდუმლო შეხვედრა სხვა პლანეტიდან ჩამოსულ სტუმრებთან იმ ადგილას, რომელსაც ახლა ზონა 51-ს ეძახიან. ამბობენ, უცხო პლანეტელები ხალხს იტაცებდნენო, მაგრამ თავიანთი არსებობის მტკიცებულებებსაც ტოვებდნენ. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი წრეები, რქოსანი საქონლის დასახიჩრება, ასევე წინასწარმეტყველების კარნახი. ანუ რომელიმე წინასწარმეტყველი მათი საშუალებით წერდა ხოლმე წინასწარმეტყველებას. ამგვარ ამბებში ხშირად ჩართულია სპეკულაცია, ფანტაზია, თაღლითობა, საეჭვო ჩვენებები და მტკიცებულებები. მაგრამ უცხო პლანეტელების არსებობის მორწმუნეებს მყარად ჯერათ, რომ მთავრობა და მასმედია ყოველთვის ცდილობს დაფაროს ინფორმაცია უცხო პლანეტელთა არსებობისა და აქტიურობის შესახებ. იმის მტკიცებას არ დავიწყებ, თუ რამხელა შანსია, რომ დედამიწის გარდა სხვაგანაც არსებობდეს სიცოცხლე. ეს ისედაც ყველამ კარგად იცის. შესაძლოა ისინიც განვითარებულები არიან, ან სულაც ნაკლებად განვითარებულნი, ან კიდევ ჩვენს დონეზეც დგანან. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უახლოესი ვარსკვლავი მზის გარდა ისე შორსაა, რომ იქ ჩასასვლელად ერთი ადამიანის სიცოცხლეც არ ეყოფა. აქ საუბარია დაახლოებით 24 ტრილიონი მილის დაშორებაზე. 1 მილიონი მილის სიჩქარითაც რომ შეგვეძლოს იქ გაფრენა, ეს მოგზაურობა 2500 წელს მაინც გასტანს. 25 წელში რომ მოხვდეთ იქ, 100 მილიონი მილის სიჩქარით წასვლა მაინცაა საჭირო. ჩვენი ყველაზე სწრაფი კოსმოსური ხომალდის სიჩქარე კი საათში 40000 მილია და 70000 წელი დასჭირდება ალფა კენტავრამდე ჩასასვლელად.
ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თურმე არსებობენ ისეთი არსებებიც, რომელთაც უკვე მოეპოვებათ ისეთი ნედლეული, რომლითაც ააშენებენ ხომალდებს, ივლიან სინათლის სისწრაფით, ან კიდევ უფრო სწრაფადაც. ასეთი განვითარებული არსებები აქ ჩამოვლენ, მოიტაცებენ ხალხს და მათზე ექსპერიმენტებს განახორციელებენ? არსებობს უამრავი ცნობა გატაცებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელთაც უცხო პლანეტელებს აბრალებენ. ისინი კი მათ გარეგნობას ასე ახასიათებენ: პატარები, მელოტები, თეთრები, ნაცრისფერები ან მწვანეები არიან. აქვთ დიდი თავის ქალა, პატარა ნიკაპი, დიდი თვალები, წამახვილებული ყურები ან საერთოდ ყურის გარეშე. ყველა მსხვერპლის მონაყოლი თითქოს ერთმანეთს ძალიან გავს. ეს უბრალოდ დამთხევაა თუ მართლაც არსებობენ მსგავსი არსებები. რას ფიქრობთ, დაწერეთ კომენტარებში. თუ უბრალოდ მსხვერპლთან ამბობი კინოფილმებზე ან სატელევიზიო პროგრამებზეა დაფუძნებული. უცხო პლანეტელთა ვიზიტების ამბავზე მასიური ლაპარაკი და ხალხის შეშფოთება სულ პირველად ბეტი და ბარნი ჰილის ამბავმა გამოიწვია. ისინი აცხადებდნენ, რომ უცხო პლანეტელებმა გაიტაცეს 1961 წლის 19 სექტემბერს. როგორც ჩანს, მათ დაბრუნების შემდგომ არ ახსოვთ რა მოხდა. შემდეგ კი ბეტი ყოველღამე კოშმარებს ხედავდა, რისი საშუალებითაც გაახსენდა თავს გადამხდარი ამბავი, რომელიც სასწრაფოდ უამბო ბარნის. თავის მხრივ ბარნი ამტკიცებს, რომ უცხო პლანეტელებმა მისი სპერმის ნიმუში აიღეს. ბეტი კი აცხადებს, რომ მუცელშიც გაუკეთეს მათ ნემსი. ეს ორი ადამიანი თავიანთ თავგადასავალს ძირითადად ჰიპნოზის ქვეშ ყვებოდნენ ხოლმე. ბარნი მისიც გაიხსენა, რომ უცხო პლანეტელებს მბრუნავი თვალები ჰქონდათ. ბეტი და ბარნი 1961 წლის 19 სექტემბერს კანადაში შვებულების გატარების შემდგომ სახლში მიემგზავრებოდნენ, როდესაც ცაში მოციმციმე რაღაც სხეული შენიშნეს. ეს ნათება თავდაპირველად მაღალი მთებისკენ გადაადგილდებოდა. შემდგომ კი წყვილის მანქანის პარალელურად დაიწყეს მოძრაობა და თანაც უფრო მოუახლოვდნენ. საბოლოოდ კი ნათება მათ პირდაპირ აღმოჩნდა. ბარნიმ ბინოკლი მოიმარჯვა და დაკვირვება შეუდგა. სწორედ მაშინ იხილა პირველად უცხო პლანეტელები, რომლებიც წკრივად გამოდიოდნენ ფანჯრებიდან. ამ დროს ბეტის ქმრის ბუტ-ბუტი მოესმა. შეუძლებელია, მე ეს არ მჯერა. ეს ხომ სასაცილოა, იმეორებდა ბარნი. შემდგომ კი სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში ყვირილით. ისინი ჩვენს ხელში ჩასაგდებად მოდიანო და კისრის ტეხით დაქოქა მანქანა. ბეტის არაფერი დაუნახავს, ის ვერ ხედავდა უცხო პლანეტელებს, მაგრამ ბარნი იძახდა, რომ ისინი პირდაპირ მათი მანქანის უკან იყვნენ. შემდგომ ხმაური მოესმათ. აი ჩანგლის მიწკარუნების მსგავსი და მოულოდნელად იგრძნეს, როგორ მიდიოდნენ ძილბურანში. როცა გამოიღვიძეს 35 მილის მოშორებით იყვნენ იმ ადგილისგან, სადაც ბოლოს დაიძინეს. ამასობაში 2 საათი გასულიყო. არა და 35 მილის გავლას სულ 20-30 წუთი თუ მოანდომებდნენ. ისინი სახლში დაბრუნდნენ და გადაწყვიტეს დროებით დაევიწყებინათ ის ამოუცნობი 2 საათი. მეორე დღეს კი გადაწყვიტეს მათ მიერ განსტილი სხვებისთვისაც გაენდოთ. შეეხმიანენ ოფიციალურ პირებსაც საჰაერო ძალების ბაზაზე, თუმცა მხოლოდ ამით არ ამოწურულა თავგადასავალი. დაახლოებით 10 დღეში ბეტის სიზმრები აეკვიატა. მან ნახარემოებას აეხადაფარდა. ჰიპნოზის ქვეშ ორივე ერთნაირად ახასიათებდა გამტაცებლებს და მათ მიერ ჩატარებული პროცედურების თითქმის ერთნაირად დაახასიათეს. პოსტჰიპნოზური წინადადების ქვეშ ბეტიმ შეძლო დაეხატა ვარსკვლავთა რუკა, გამტაცებლების წარმოშობის დასადგენად. დოქტორ სიმონმა მოგვიანებით განაცხადა თავისი პირადი აზრი ჰილებთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ მოყოლილი ამბავი უბრალო ფანტაზია გახლდათ. ცნობილი ბოსტონელი ფსიქიატრის კარიერისთვის არც ისე ხელსაყრელი იქნებოდა ჰილების მოყოლილის სიმართლედ გამოცხადება. ამასთანავე სიმონმა განაცხადა, რომ ჰიპნოზის დროს ადამიანები სიმართლეს კი არ ყვებიან, არამედ იმას, რაც მათ სიმართლე ჰგონიათ. ჰილების ამბავი მრავალჯერ განმეორდა, ოღონდ ეხლა უკვე სხვა ადამიანების ნაამბობით. უმეტესობა მათგანს ასევე ემართებოდა ამნეზია, ამიტომაც მათთან გასაუბრება ჰიპნოზით ან კონსულტირებით ან ფსიქოთერაპიის შემდგომ ხდებოდა. მსხვერპლთაგან ბევრი ირწმუნებოდა, რომ მათ რაღაც იმპლანტები ჩაუდგეს სხეულში. ზოგი მეცნიერებს ტანზე გამოსახულ ნიშნებსა და შრამებს აჩვენებდა, რომელიც უცხო პლანეტელებთან სექსის დროს მიიღეს. ვიტლი სტრიბერმა უკვე რამდენიმე წიგნი დაწერა თავისი გატაცების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მასაც არ ახსოვდა ეს ყველაფერი და მხოლოდ ფსიქოთერაპიისა და ჰიპნოზის საშუალებით მოახდინა რეალიზაცია. ვიტლი ირწმუნება, რომ მან შორეულ პლანეტებზეც იმოგზაურა. სურს ხალხმა დაუჯეროს, რომ თვით
თვითონ და მისი ოჯახის წევრები ხედავდნენ უცხო პლანეტელთა ხომალდს, მაშინ, როდესაც სხვანი ვერაფერს ამჩნევდნენ. ვიტლის უცხო პლანეტელებთან შეხვედრის შემდგომ შეეცვალა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ის უფრო მღელვარე გახდა და ასეთი ცვლილება კარგად ჩანდა მაშინაც, როდესაც თავის ამბავს ყვებოდა. მას შფოთი შეტევები ჰქონდა. რამდენიმე ასეთი შეტევის შემდგომ მისი კვლევა რობერტ კლეინმა და ბუდ ჰოპკინსმა დაიწყეს. ჰიპნოზის ქვეშ კი ვიტლიმ უცხო პლანეტელებზე დაიწყო საუბარი. სხვათა შორის ბუდ ჰოპკინსმა დემონსტრაციულად დაიწყო თავისი საქმიანობის გაშუქება სატელევიზიო პროგრამით უცხო პლანეტელთა გადაცემები, პირველად ეთერში 1996 წლის 27 თებერვალს გავიდა. კამერა ჰოპკინს უღებდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთ ემოციურად აღელვებულ პაციენტთან ატარებდა სესიას. შემდეგ გადაცემაში ტელევიზია ჰოპკინს ფლორიდაშიც გაჰყვა, სადაც ის ძალიან მხიარულად დაეხმარა ფსიქიკურად აშკარად არამდგრად მდგომარეობაში მყოფ დედას, რომელიც ცდილობდა გაეგონებინა თავისი შვილისთვის, რომ მათ უცხო პლანეტელები სტუმრობდნენ. აქვე უნდა ვახსენოთ პამელა სტოუნბრუკი, რომელიც ჯაზ მომღერალია. ერთ დღესაც მან შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა. თურმე არც მეტი არც ნაკლები 3 წელი 6 ფუტის სიმაღლის რეპტილიასთან ჰქონია რომანი. სხვათა შორის მისი ამბით Discovery-ც დაინტერესდა და გააშუქა კიდეც. ის ყვება, ჩემი პირველი სექსუალური ნაცნობობა უცხო პლანეტელთან ყველა იმ სასიყვარულო ურთიერთობებისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო, რაც კი ცხოვრებაში გამომიცდია. ეს იმდენად ძლიერი და სასიამოვნო რამ იყო. ამასთანავე თავად ის ნებისმიერ მამაკაცზე გაცილებით დიდი გახლდათ. ისიც კარგად მახსოვს რა ვიგრძენი, როდესაც პირველად დავინახე. ერთ დილას გამომეღვიძა და აღმოვაჩინე, რომ ძველ ბერძენ ღმერთთან ვაპირებდი სიყვარულით დავკავებულიყავი. თავდაპირველად თავი ლუციდურ სიზმარში მეგონა, მაგრამ სექსი იმდენად ინტენსიური იყო, რომ თვალები დავხუჭე და მივხვდი თუ რა კომფორტულად გრძნობდი თავს ამ გაურკვეველი წარმოშობის არსებასთან. შემდეგ, როცა თვალი გავახილე, დავინახე, რომ მისი ქერცლიანი რეპტილიისებური კანი ახლა გველის ტყავს გავდა. ამ დროს უკვე მივხვდი, რომ სექსი უცხო პლანეტელთან მქონდა. შემეშინდა, მაგრამ ამ დროს მან წამჩურჩულა. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. ორგაზმი არაჩვეულებრივი იყო. როდესაც მამაკაცებს ჩემი გამოცდილების შესახებ ვუყვები, ისინი რატომღაც ალმაცერად მიყურებენ. მაინც საჭირო არ დამთავრებულ. პირველი შეგნებული კონტაქტი კი 1994 წელს მქონდა. მაშინ საკმაოდ დატვირთული სამუშაო მქონდა და ის დღეც ჩვეულებრივ საქმიანი გახლდათ. ღამეს სახლში მივედი და დავიძინე. დილას კი იმის მაგივრად რომ სამსახურში წავსულიყავი, როდესაც გავიღვიძე თავი უჩვეულო გემბანზე აღმოვაჩინე. ჩანასახის პოზიციაში ვიყავი მოკუნტული. მეტალის ოთახი კი მკრთალად იყო განათებული. ირგვლივ ნერვიულად ვიყურებოდი და ოთახში ნაცრისფერი არსებები დადიოდნენ. თან თვალს არ მაცილებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ვფიქრობ ხალი იყო. მომიახლოვდა და მითხრა: "ნუ გეშინია უბრალოდ გამომყევი." მეც გავყევი და მან სხვა ოთახში გამიყვანა. შემდეგ კი კარი ჩვენს უკან დაიხურა. როგორც კი ეს მოხდა, ის გაქრა. სამაგეროდ ჩემს წინ 3 პატარა გოგონა უცხო პლანეტელი გაჩნდა და ისინი დედას მეძახდნენ. ამ დროს ის შევშინდი, რომ სრულიად პარალიზებული ვიყავი. ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემს აწოლში მოხვდი. თუმცა შიში არ გამნელებია, რადგან ის გამოვლილი იმდენად რეალური იყო, რომ შემდგომ წამოხდი. წყალი შევისხი სახეზე და კიმონოს სახელოები ავიწიე. ამ დროს კი პატარა დალურჯებები შევნიშნე ხელზე. თითქოს უკან დაბრუნდა ყველაფერი. გავიხსენე, როგორ მეჭიდებოდნენ ის პატარა უცხო პლანეტელები. სწორედ ამ ჩაბღაუჭებას შეეძლო დაეტოვებინა ამგვარი კვალი. იმ დღეს ნორმალურად არ მძინებია. მხოლოდ იმ დღეს კი არა, 1 წელი ვერ ვიძინებდი კარგად. როგორც ხედავთ, გატაცების შესახებ ძალიან ბევრი ისტორია არსებობს. რომელია მართალი, რომელია ტყუილი, ეს უკვე თქვენ თვითონ განსაჯეთ. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ამბების შესახებ. ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ უცხო პლანეტელის სხეულში? პროვოკაციული იდეაა რა? ჩვენ ყოველთვის მოხიბლული ვიყავით არამიწიერი სიცოცხლის კონცეფციით, კოსმოსის სკანერებით, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. მაგრამ რა მოხდება თუ არასწორ მიმართულებით ვიყურებით? რა მოხდება თუ უცხო პლანეტელის სიცოცხლე, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, იქ არ არის, არამედ ჩვენ შიგნით,
შეიძლება ჩვენ ვიყოთ იმის განსახიერება, რაზეც ამდენი ხანი ვნადირობდით სამყაროში? ერთი წუთით წარმოედგინეთ, რომ ჩვენ ვართ ის უცხო პლანეტელები, რომლებსაც ვეძებთ. როდესაც უცხო პლანეტელებზე ვფიქრობთ, ხშირად წარმოვიდგენთ ჩვენგან ძალიან განსხვავებულ არსებებს. ეს იდეა ღრმად ჩაფლულია ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში. არის უამრავი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის, ფილმისა და სატელევიზიო შოუს პროდუქტი. ჩვენ წარმოვიდგენთ არსებებს მწვანე კანით, მრავალი თვალით, საცეცებით, ან თუნდაც ეთერული ფორმებით, რომლებიც გამოწვევას უგზავნიან ბიოლოგიის ჩვენს გაგებას. თუმცა ეს აღქმა ღრმად არის ადამიანზე ორიენტირებული. ის ეფუძნება ჩვენს გაგებას ცხოვრების შესახებ, როგორც ვიცით ეს ჩვენს პლანეტაზე, ჩვენს პირობებში. ჩვენ წარმოვიდგენთ უცხო პლანეტელებს ჰუმანოიდებად, რადგან სწორედ ეს ვართ, ადამიანები. ჩვენ ცხოვრებას ვუყურებთ ჩვენი მიწიერი არსებობის პრიზმით. ვაპროექტებთ ჩვენს იდეებს და შიშებს ამ უცნობ არსებებზე. მაგრამ რა მოხდება თუ სამყაროს სხვაგან არსებული ცხოვრება საერთოდ არ არის ის, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია? რა მოხდება თუ ის იმდენად რადიკალურად განსხვავებულია, რომ ჩვენთვის ამოუცნობ იქნებოდა და ვერც მიხვდებოდით, რომ შეგვეხედა თუ რას უყურებდით? დაფიქრდით, დედამიწაზე სიცოცხლე ნახშირბადზეა დაფუძნებული. ჩვენი სხეულები და ყველა ჩვენთვის ცნობილი ცოცხალი არსების სხეული აგებულია ნახშირბადის ნაერთებისგან. მაგრამ ვინ თქვა, რომ სხვა ადგილებში ცხოვრება იგივე გეგმის მიხედვით უნდა შესრულდეს? რატომ არ შეიძლება არსებობდეს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმები კოსმოსის უზარმაზარ სივრცეში? ან თუნდაც რაღაც სრულიად განსხვავებული, რაც ჩვენ ჯერ არ წარმოგვიდგენია? უფრო მეტიც, ჩვენი ცხოვრების კონცეფცია დაკავშირებულია დროის გაგებასთან. ჩვენ სიცოცხლეს აღვიქვამთ როგორც ხაზოვან პროგრესს დაბადებიდან სიკვდილამდე. მაგრამ რა მოხდება თუ უცხო ცხოვრება სხვა დროის მასშტაბებით მოქმედებს? რა მოხდება თუ არსებობენ არსებები, რომლებიც არსებობენ მუდმივ მოძრაობაში, მუდმივად კვდებიან და ხელახლა იბადებიან, ან არსებები, რომლებისთვისაც დრო საერთოდ სხვა რამეს ნიშნავს. და მაშინ ჩნდება კითხვა ცნობიერების შესახებ. ჩვენ ვარაუდობთ, რომ მაღალ განვითარებულ უცხო პლანეტელებს ექნება ჩვენი ცნობიერების მსგავსი ფორმა. მაგრამ რა მოხდება თუ უცხო პლანეტელის ცნობიერება არაფრით გავს ადამიანის ცნობიერებას? რა მოხდება თუ ეს არის კოლექტიური ცნობიერება, რომელსაც იზიარებს მრავალი არსება, ან შესაძლოა ცნობიერების ფორმა, რომელიც დამოუკიდებელია ფიზიკური ფორმისგან? სამყაროს და მასში ჩვენი ადგილის გასაგებად ჩვენ მიდრეკილნი ვართ ვეძიოთ საკუთარი თავის ანარეკლი. მაგრამ სამყარო უზარმაზარი, მრავალფეროვანი და საიდუმლოებით სავსეა. შესაძლებლობები იმისა თუ რა შეიძლება იყოს ცხოვრება, ისეთივე უსაზღვროა როგორც თავად სივრცე. მაგრამ რა მოხდება თუ უცხო ცხოვრების ფორმა არ არის ის, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია? ცხოვრება, როგორც ჩვენ ვიცით, არის სიცოცხლის ნახშირბადზე დაფუძნებული კონცეფცია. ეს განცხადება შეიძლება მარტივად ჟღერდეს, მაგრამ ის შეიცავს ღრმა სიმართლეს ჩვენი არსებობის შესახებ. ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე ძირითადად ნახშირბადის ელემენტზეა დაფუძნებული. ამის მიზეზი ნახშირბადის უნიკალურ ქიმიურ თვისებებშია. ეს არის წარმოუდგენლად მრავალმხრივი ელემენტი, რომელსაც შეუძლია შექმნას მრავალფეროვანი ნაერთები. მისი უნარი დაუკავშირდეს სხვა ელემენტებს, მათ შორის საკუთარ თავს, პერიოდულ სისტემაში შეუდარებელია. ეს უნივერსალურობა უზრუნველყოფს ცხოვრებისთვის აუცილებელ სირთულეს, როგორც ეს ჩვენ გვესმის. ეს არის ცილების, დნმ-ის, ნახშირწყლების და ცოცხალი ორგანიზმების სხვა აუცილებელი კომპონენტების საფუძველი. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ კარბონი არ შეიძლება იყოს ერთადერთი? მართალია, სამყაროს ელემენტარულ წყობაში არის კიდევ ერთი კონკურენტი, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის მხარდაჭერა – სილიკონი, ასე რომ სილიციუმი მომხიბლავი ელემენტია. ნახშირბადის მსგავსად მას შეუძლია შექმნას რთული მოლეკულები, თუმცა არა იმავე რაოდენობით, როგორც ნახშირბადი. სილიციუმი ასევე უხვად არის სამყაროში, განსაკუთრებით კლდოვან პლანეტებზე და მტვრის ღრუბლებზე, რომლებიც სიცოცხლის პოტენციური გამრავლების საფუძველია. მას შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე სილიკონზე და არა ნახშირბადზე? ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ისინი ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან. ჩვენი სტანდარტებით ისინი შეიძლება არც კი ჩაითვალოს სიცოცხლედ. წარმოიდგინეთ ორგანიზმები, რომლებიც ჟანგბადის ნაცვლად მეთანს უნთქავენ, ან ექსტრემალურ ტემპერატურაზე აყვავებულ არსებებს. ეს უცხო ცხოვრების ფორმები შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს. მაგრამ ვინ ვართ ჩვენ, რომ განსაზღვროთ ცხოვრების საზღვრები? ამას მივყავართ განსაცვიფრებელ კითხვამდე. შეიძლება ჩვენ თვითონ ვიყოთ სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმები, რომლებიც ცხოვრობენ ნახშირბადზე დაფუძნებულ სხეულში? ეს აზრი გამოწვევას უგზავნის ჩვენი ცხოვრების გაგებას, გადალახავს ჩვენი წარმოსახვის საზღვრებს. ეს გვახსენებს, რომ სიცოცხლე თავის არსში არის სამყაროს სასწაული, რომელსაც შეუძლია იარსებოს ისეთ ფორმებში, რომლებსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. ასე რომ სანამ ჩვენ ვაგრძელებთ სივრცის შესწავლას, მოდი ვიყოთ მიუკერძოვებელი.
რადგან სამყარო სავსეა სიურპრიზებით და ცხოვრება როგორც ვიცით შეიძლება იყოს ერთ-ერთი მათგანი. შეიძლება ვიყოთ სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმა, რომელიც ცხოვრობს ნახშირბაძე დაფუძნებულ სხეულში? ეს არის კითხვა, რომელიც გვიბიძგებს ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და გავოცდეთ ცხოვრების გაუთავებელი შესაძლებლობებით. რა მოხდება თუ უცხო პლანეტელი, უცხო შიგნით არ არის არსება, არამედ არსებობის მდგომარეობა? სწორედ აქ ვიწყებთ ჩაძირვას აბსტრაქტული, თეორიული და ფილოსოფიური სფეროში. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი გაგების საზღვრები არა მხოლოდ გადალახულია, არამედ მთლიანად განადგურებულია. განვიხილოთ ეს, რა მოხდება თუ ჩვენ უცხო პლანეტელები ვართ, არა იმ გაგებით, რომ ჩვენ მოვდივართ რომელიმე შორეული galaktikიდან, არამედ იმ გაგებით, რომ ჩვენში გვაქვს არსებობის მდგომარეობა იმდენად ღრმა განსხვავებულად, ისე უცხოდ, რომ ჩვენ კიდევ პატარები ვართ ამის გასაგებად. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ცხოვრებაზე, ჩვენ წარმოვიდგენთ მას ჩვენთვის გასაგები ტერმინებით. სუნთქვა, ჭამა, გამრავლება, მაგრამ რა მოხდება თუ ამის უკან რაღაც მეტია? რა მოხდება თუ ჩვენი ცხოვრებისეული გაგება მხოლოდ წარმოუდგენლად უზარმაზარი აისბერგის წვერია? ახლა მოდით ჩავუღრმავდეთ ამ იდეას. წარმოიდგინეთ, რომ თითოეული ჩვენგანი თავისთავად სამყაროა. ყოველი უჯრედი, ყოველი ატომი, ყოველი ნაწილაკი, რომლისგანაც ჩვენ შექმნილნი ვართ, არის ვარსკვლავი, პლანეტა, galaktika. ჩვენ უბრალოდ არ ვცხოვრობთ სამყაროში, ჩვენ ვართ სამყარო. ეს არის კოსმიური პერსპექტივა, გადანაცვლება საკუთარი თავის ცალკეულ არსებებად აღქმიდან იმ გაგებამდე, რომ ჩვენ ყველანი ურთიერთდაკავშირებული ნაწილები ვართ უფრო დიდი მთლიანობის. მერე რა რომ უცხო პლანეტელი არ არის არსება, არამედ არსებობის მდგომარეობა, ყოფიერების მდგომარეობა, რომელიც აღიარებს სიცოცხლის ერთიანობას, რომელიც იხედება სახეობებისა და პლანეტების ზედაპირული დაყოფის მიღმა, რომელსაც ესმის ყველაფრის ფუნდამენტური ურთიერთკავშირის. ჩვენ ყოველთვის ვუყურებდით ვარსკვლავებს უცხო პლანეტელების საძებნელად, მაგრამ ალბათ უნდა ჩავიხედოთ საკუთარ თავში, საკუთარ ბიოლოგიაში, ჩვენი არსების სტრუქტურაში. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფიური მოსაზრებები. ეს შეიძლება იყოს გასაღები კოსმოსში ჩვენი ადგილის, ჩვენი როლის დიდ სქემაში, ჩვენი ჭეშმარიტი ბუნების გასაგებად. ეს არის გადასვლა საკუთარი თავის პლანეტის უბრალო მკვიდრებად აღქმიდან სამყაროს განუყოფელ ნაწილებად რეალიზებამდე. მოდით დავფიქრდეთ ამ აზრზე. რეალურად ვცხოვრობთ თუ არა უცხო პლანეტელის სხეულში? ეს კონცეფცია თუ სწორია, აქვს ღრმა შედეგები. წარმოიდგინეთ, რომ არამიწიერი ცხოვრების საკითხს არასწორი კუთხით ვუდგებით. იმის ნაცვლად, რომ კოსმოსში ვეძებოთ სხვა სამყაროს არსებები, რა მოხდება თუ უცხო სიცოცხლე, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, არის ჩვენ შიგნით? ეს შესაძლებლობა ცვლის არა მხოლოდ ცხოვრებისეულ გაგებას, არამედ ჩვენი არსებობის სტრუქტურასაც. ეს იდეა ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ანთროპოცენტრულ შეხედულებას ცხოვრებაზე. ჩვენ მიდრეკილნი ვართ ვივარაუდოთ, რომ ცხოვრება, როგორც ვიცით, არის სტანდარტი. მაგრამ თუ ჩვენ ფაქტობრივად უცხო პლანეტელები ვართ, მაშინ ცხოვრება, როგორც ჩვენ გვესმის, მხოლოდ ერთია უსასრულო რაოდენობის შესაძლებლობების გამოვლინებიდან. ეს ხსნის ახალ პერსპექტივას მრავალფეროვნების შესახებ არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მთელს კოსმოსში. ეს ასევე გავლენას ახდენს ჩვენს მიდგომაზე არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში. ჩვენ ვამოწმებთ სამყაროს სიცოცხლის ნიშნებს. როგორც ეს გვესმის, ნახშირბაძე დაფუძნებული, წყალზე დამოკიდებული, მაგრამ თუ ჩვენ ფუნდამენტურად უცხონი ვართ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ძიების პარამეტრები. შესაძლოა ჩვენ უნდა ვეძიოთ ცხოვრება, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს ტრადიციულ გაგებას. ცხოვრება, რომელიც შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული, ან აყვავდეს ექსტრემალურ გარემოში. უფრო მეტის, თუ ჩვენი სხეულები ფაქტობრივად უცხო გემებია, ეს შეიძლება ნიშნავს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე აქ არ წარმოიშვა. ჩვენ შეიძლება ვიყოთ პანსპერმიის შედეგი, თეორია, რომ სიცოცხლე არსებობს მთელ სამყაროში და ვრცელდება ასტეროიდების, კომეტების და კოსმოსური მტვრის მიერ. ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე არ არის უნიკალური დედამიწისთვის, არამედ გავრცელებულია მთელ სამყაროში. ამ კონცეფციას ასევე აქვს ფილოსოფიური ელფერი. თუ ჩვენ არსებითად უცხო პლანეტელები ვართ, მაშინ რას ნიშნავს იყო ადამიანი? ჩვენი აზრები, ემოციები და გამოცდილება მხოლოდ ჩვენია, თუ ისინი უცხო ცნობიერების ექოა? ის მოგვიწოდებს გამოვიკვლიოთ ჩვენი იდენტობა უფრო ღრმა დონეზე და ვიკითხოთ ჩვენი ადგილი სამყაროში. საბოლოო ჯამში ეს კონცეფცია წარმოადგენს პარადინგმის ცვლილებას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი გაგება ცხოვრების, სამყაროს და საკუთარი თავის შესახებ შორს არის სრულყოფილებისგან. და როცა ვაგრძელებთ არამიწიერი სიცოცხლის ძიებას, შეიძლება მივხვდეთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ უცხო ცხოვრების ფორმებს ვეძებთ, არამედ ვიკვლევთ ჩვენს შიგნით არსებულ უცხო პლანეტელს. ჩვენი არამიწიერი სიცოცხლის ძიება შეიძლება უბრალოდ იყოს თვითგამოვლენის მოგზაურობა. მას ჩვენ შიგნით უცხო პლანეტელები ვართ. უცხო პლანეტელის სხეულში ვცხოვრობთ?
ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში გვიტრიალებს თავში. საოცარი თავსატეხი, რომელიც მოგვიწოდებს გადავხედოთ ჩვენს გაგებას თავად სიცოცხლესა და არსებობაზე. ჩვენ ერთად გავიარეთ უცხო პლანეტელების აღქმა. Გამოვიკვლიეთ სიცოცხლის უზარმაზარი სირთულეები და დავფიქრდით ჩვენ შიგნით უცხო პლანეტელის არსებობის შესაძლებლობაზე. ეს არის მოგზაურობა, რომელმაც მიწიერი საზღვრის მიღმა გადაგვიყვანა აზროვნებისა და სპეკულაციის უსაზღვრო სივრცეში. ჩვენ დავფიქრდით იმ აზრზე, რომ ის, რასაც ჩვენ უცხოდ აღვიქვამთ, შეიძლება უბრალოდ ჩვენი არსებობის, ჩვენი ბიოლოგიის ანარეკლია. სიცოცხლის კონცეფცია, როგორც ჩვენ გვესმის, შეიძლება არ შემოიფარგლოს მხოლოდ ჩვენთვის ნაცნობი ხმელეთის ორგანიზმებით. ის შეიძლება გავრცელდეს კოსმოსურ არსებებზე, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი გაგების მიღმა პრინციპებზე. ჩვენში უცხო არ არის ის, რომ ფიზიკურად არამიწიერი არსებები ვართ დასახლებული. უпростоრად ეს არის ჩვენი საკუთარი ბიოლოგიის უცხო ასპექტის აღიარება, საკუთარი თავის იმ ნაწილების, რომლებიც უცნაურად და უცხოდ გვეჩვენება. ეს არის იმის აღიარება, რომ ჩვენ, როგორც რთული ორგანიზმები, უფრო დიდი კოსმოსური გობელენის ნაწილი ვართ. იმის ფიქრი, რომ შესაძლოა უცხო პლანეტელის სხეულში ვცხოვრობდეთ, ჩვენი ადამიანობის დაკნინება კი არ არის, არამედ მისი გაფართოება. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ჩვენ ვართ უფრო დიდი, უფრო იდუმალი სამყაროს ნაწილი, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ოდესმე წარმოვიდგინოთ. შესაძლოა უცხო პლანეტელების ძიებაში ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, არიან თუ არა უცხო პლანეტელები, რომლებსაც ჩვენ წარმოვიდგენთ, რეალურად ჩვენი მომავალი ვერსიები? დამაფიქრებელი კითხვა, რომელიც არყევს ჩვენი დროის, სივრცისა და ცხოვრების არსების გაგების საფუძვლებს. ეს ის კითხვაა, რომელიც შესაძლებლობათა ზღვაში ჩაგვძირავს და გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს ადგილს სამყაროში. ეს არის კითხვა, რომელიც სცილდება სამეცნიერო ფანტასტიკას და მეცნიერული შესაძლებლობების სფეროს აღწევს. მოდით ჩავუღრმავდეთ თეორიებს, რომლებმაც შეიძლება ეს ჰიპოთეზა რეალობად აქციონ. ჯერ გვაქვს დროში მოგზაურობის თეორია. ეს თეორია ვარაუდობს, რომ ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც არამიწიერ სიცოცხლეს, შეიძლება იყვნენ მომავლის ადამიანები, რომლებმაც აითვისეს დროში მოგზაურობის ხელოვნება. წარმოიდგინეთ, ჩვენ, ადამიანები, ათასობით ან შესაძლოა მილიონობით წლის შემდეგ ტექნოლოგიით იმდენად განვითარებულები ვართ, რომ ჩვენ მოვახერხეთ თვითონ დროის ქსოვილის გამრუდება. ახლა მოდით ჩავუღრმავდეთ დროში მოგზაურობის მექანიკას. ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით დრო არ არის მუდმივი. მისი მოხრა, დაჭიმვა და მანიპულირება შესაძლებელია გრავიტაციის და სიჩქარის გამოყენებით. წარმოიდგინეთ ქაღალდის ნაჭერი. თუ ამ ქაღალდს შუაზე გაკეცავთ, შექმნით უმოკლეს გზას ორგანზომილებიან სივრცეში. ამას ჭიისხვრელი ჰქვია. თეორიულად, თუ ჩვენ შეგვეძლო ასეთი ჭიისხვრელის შექმნა სივრცე-დროის ქსოვილში, ჩვენ შეგვიძლია პოტენციურად ვიმოგზავროთ დროში წინ და უკან. მაგრამ დროში მოგზაურობა არც ისე მარტივია, როგორც კოსმოსურ ხომალდზე გადახტომა და თარიღის დანიშვნა. ის გაჟღენთილია პარადოქსებითა და სირთულეებით. მაგალითად არის ბაბუის პარადოქსი, სადაც თუ ადამიანი დროში მოგზაურობს და შემთხვევით ხელს უშლის ბებია ბაბუის შეხვედრას, ისინი წყვეტენ არსებობას. მაგრამ თუ ისინი არ არსებობენ, ვინ იმოგზაურა დროში? კიდევ ერთი პარადოქსი არის ჩატვირთვის პარადოქსი, სადაც ინფორმაცია ან ობიექტები შეიძლება არსებობდეს შექმნის გარეშე. დავუშვათ დროში მოგზაურმა წაიღოს მეცნიერების სახელმძღვანელო და აჩუქოს ახალგაზრდა ალბერტ აინშტაინის. შემდეგ აინშტაინი იყენებს ამ ცოდნას თავისი თეორიების დასაწერად, რომელიც შემდეგ ქვეყნდება სახელმძღვანელოში, რომელსაც დროში მოგზაური უკან იღებს. მაშინ ჩნდება კითხვა, ვინ დაწერა ორიგინალური თეორიები? ეს პარადოქსები ასახავს დროში მოგზაურობის სირთულეებს, მაგრამ ისინი სულაც არ უარყოფენ მათ. სამაგეროდ ისინი ეჭქვეშ აყენებენ ჩვენს გაგებას დროისა და მიზეზშედეგობრიობის შესახებ. ასე რომ თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, ამან შეიძლება ახსნას, რატომ აღვიქვამთ უცხო პლანეტელებს, როგორც საკუთარი თავის მომავალ ვერსიებს. წარმოიდგინეთ, ეს უცნაური არსებები მოწინავე ტექნოლოგიით, რომლებსაც ჩვენ უცხო პლანეტელებს უწოდებთ, შეიძლება ვიყოთ ჩვენ, ადამიანები მომავლიდან, სადაც ჩვენ დრო მოვატყუეთ. შემდეგი ჩვენ გვაქვს ევოლუციური ნახტომის თეორია. ეს არის ნამდვილი შოკერი, ამიტომ ღვედები კარგად შეიკარეთ. ეს თეორია ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ჩვენ ადამიანები პოტენციურად განვითარდეთ ისეთად, რასაც უცხო პლანეტელებად აღვიქვამთ. დიახ, სწორად გაიგე. წარმოიდგინეთ მომავალი, რომელშიც ჩვენი სახეობა იმდენად განვითარდა, რომ საკუთარი თავისთვისაც კი ამოუცნობი გავხდით. ეს ჟღერს რაღაც პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკის რომანიდან, არა? მაგრამ მოდით ჩავუღრმავდეთ ამ მომხიბვლელ კონცეფციას.
ამ თეორიის გასაგებად ჯერ უნდა გავიგოთ ევოლუციის საფუძვლები. ეს არის ნელი, თანდათანობითი პროცესი, რომლის დროსაც სახეობები ადაპტირდებიან და იცვლება მილიონობით წლის განმავლობაში. თუმცა ტექნოლოგიური პროგრესის სწრაფი ტემპით შესაძლებელია ევოლუციის დაჩქარება. მაშ როგორ უკავშირდება ეს იდეას, რომ უცხოპლანეტელები მომავლის ადამიანები არიან? კარგი, თუ გავითვალისწინებთ დაჩქარებული ევოლუციის პოტენციალს, შეიძლება უბრალოდ გქონდეს პასუხი. მომავალში ადამიანებმა შეიძლება შეიმუშაონ ტექნოლოგია, რომელიც მოგცემს საკუთარი დნმ-ის მანიპულირების საშუალებას. ჩვენ შეგვიძლია პოტენციურად განვავითაროთ საკუთარი თავი, შევარჩიოთ ისეთი თვისებები, რომლებიც სასარგებლო იქნება სხვადასხვა გარემოში, როგორიცაა სხვადასხვა პლანეტები, ან თვით სივრცეშიც კი. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავიზარდოთ თვალები, რათა მოერგოს დაბალი განათების პირობებს შორეულ პლანეტებზე, ან კიდევ გავიზარდოთ დამატებითი კიდურები ნულოვან გრავიტაციაში უკეთ ნავიგაციისთვის. დროთა განმავლობაში ამ ცვლილებებმა შეიძლება გაგვასხვაონ თანამედროვე ადამიანებისგან. ეს იდეა არც ისე შორს არის, როგორც შეიძლება ჩანდეს. ჩვენ უკვე ვხედავთ მის საწყისებს გენის რედაქტირების ტექნოლოგიებით, როგორიცაა CRISPR. მას შეიძლება ერთ დღეს სარკეში ჩავიხედოთ და დავინახოთ უცხოპლანეტელი, რომელიც გვიყურებს. ისე ევოლუციური ნახტომის თეორიის მიხედვით ეს სავსებით შესაძლებელია. არსებითად ეს თეორია ვარაუდობს, რომ უცხოპლანეტელები, რომლებსაც დღეს წარმოვიდგენთ, შესაძლოა უბრალოდ ჩვენ ვიყოთ შორეული მომავლიდან, რომელშიც ჩვენ იმდენად შევიცვალეთ, ადაპტირდით და განვითარდით, რომ სრულად განსხვავებულ არსებებად ვიქეცით. ეს თეორია ვარაუდობს, რომ მომავალი ადამიანები შეიძლება გადაიქცნენ არსებებად, რომლებსაც ჩვენ ამჟამად უცხოპლანეტელებად აღვიქვამთ. დამაფიქრებელი იდეაა რა? მაგრამ გახსოვდეთ, ეს მხოლოდ თეორიაა. ერთ-ერთი მრავალი სპეკულაციური მეცნიერების უზარმაზარ და მუდმივად გაფართოებად სამყაროში. მრავალმხრივი თეორია და ბოლოს ჩვენ ვიკვლევთ მულტისამყაროს თეორიას. როგორც სახელიდან ჩანს, ეს თეორია ვარაუდობს, რომ არსებობს არა მხოლოდ ერთი სამყარო, არამედ სამყაროების უსასრულო რაოდენობა. თითოეულს აქვს ფიზიკის თავისი უნიკალური კანონები, ვადები და სიცოცხლის ფორმებიც კი. ეს გონება מחვილური კონცეფცია გავს კოსმოსურ რუსულ თოჯინას სამყაროში დამალული სამყაროებით. კონცეფცია, რომელიც ერთდროულად მომხიბლავი და შემზარავია. ახლა მოდით გავიგოთ, როგორ შეიძლება ამ თეორიამ პოტენციურად ახსნას უცხოპლანეტელების, როგორც მომავალი ადამიანების არსებობა. წარმოიდგინეთ პარალელური სამყარო, სადაც დრო ჩვენსას უსწრებს, სადაც ჰომო საპიენსი გადაიქცა სახეობად, რომელსაც ჩვენს სამყაროში აღვიქვამთ როგორც არამიწიერს. ამ მომავალმა ადამიანებმა შეიძლება შეიმუშავეს მოწინავე ტექნოლოგია მულტისამყაროში ნავიგაციისთვის. აქედან გამომდინარე ისინი გამოჩნდნენ ჩვენ სამყაროში. ალტერნატიულად განვიხილეთ სამყარო, სადაც ფიზიკის კანონები იმდენად რადიკალურად განსხვავებულია, რომ სიცოცხლე განვითარდა ჩვენი გაგების მიღმა გზებით. შექმნა არსებები, რომლებიც არ გავს ცხოვრების ჩვენს გაგებას. ეს არსებები თუ იპოვნიდნენ გზას ჩვენს სამყაროში, რა თქმა უნდა აღიქმებოდნენ უცხოპლანეტელებად. მომხიბლავი აზრია რა? მულტისამყაროს თეორია ახსნის უცხოპლანეტელების არსებობას, რომელიც მათ კაცობრიობასთან აკავშირებს. თუმცა კაცობრიობის ვერსია, რომელიც შორს არის ჩვენი დღევანდელი გაგებისგან. მრავალ სამყაროში სავარაუდოა ისინი, ვისაც უცხოპლანეტელებად აღვიქვამთ, რეალურად არიან მომავლის ადამიანების სხვა სამყაროდან. ეს თეორიები მიუხედავად იმისა, რომ სპეკულაციურია, დამაინტრიგებელი შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენ ვიმოგზაურეთ დროში, გამოვიკვლიეთ იდეა, რომ უცხოპლანეტელები შეიძლება ვიყოთ ჩვენ, შორეული მომავლიდან ჩამოსულები. ჩვენ ვფიქრობდით ევოლუციური ნახტომის თეორიაზე, რომელშიც წარმოვიდგინეთ მომავალი, რომელშიც ადამიანები გადაიქცევიან არსებებად, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის უცხო ჩანდეს. და ჩვენ გავეშურეთ მულტისამყაროს გონება מחვილ სამყაროში, სადაც სამყაროების უსასრულო რაოდენობა შეიძლება ნიშნავდეს უსასრულო რაოდენობის შესაძლებლობებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გახდნენ ადამიანები. თითოეული ეს თეორია მიუხედავად იმისა, რომ სცილდება ჩვენი გაგების საზღვრებს, გვახსენებს სამყაროს უზარმაზარობას და ადამიანის ევოლუციის უსაზღვრო პოტენციალს. გახსოვდეთ, რომ ეს თეორიები რაც არ უნდა ამაღელვებელი იყოს, მაინც სპეკულაციურად რჩება. ისინი გვაიძულებს დავფიქრდეთ, დავინტერესდეთ და გამოვიკვლიოთ ჩვენს წინაშე არსებული უსაზღვრო შესაძლებლობები. ასე რომ შემდეგ ჯერზე როცა უცხოპლანეტელებზე იფიქრებთ, შეიძლება უბრალოდ წარმოედგინოთ ჩვენი მომავალი.